მინდა დაბადების დღე მოგილოცო, პირველ რიგში, რომ გუშინ შენი დაბადების დღე იყო და ესე ვთქვათ, ქონდა წვეულება და ჩემი ეთერის საშუალებით მინდა რომ მოგილოცო ეს დღე, ვიცი 53 წლის გახდი და რა ვიცი ბედნიერი იყოს, ბედნიერი ყოფილი ცხოვრებაში და შენი მოლოცვისთვის და საჩუქრისთვის. მადლობთ. კარგი, იაგო, აი პირველი შეკითხვა ესეთი მექნება. აი რას ფიქრობ შენ, როდესაც გზნობ ხოლმე პოლიტიკოსი კაცი ხარ ხა და პრინციპში ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის საზოგადოებაში აი ამ რეზოლუციებს, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში გამოგზავნილი, აი ამ უსამართლო გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართით არის გამოგზავნილი, როგორ აფასებ ამას დაუშვათ და გიჩნდება თუ არა პროტესტის გზნობა იმათი მიმართ, საიდანაც იმ ბიუროკრატიების მიმართ, საიდანაც მართლა უსამართლოდ იგზავნება ჩვენი ქვეყნის მისამართით, მე ყოველ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ და ბევრი ადამიანი რომ უსამართლობა ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში ესეთი ძალიან არასამართლიანი, სურბილად რო ვთქვათ, არასამართლიანი რეზოლუციები. შენ როგორ ფიქრობ? აი შენ რო ყოფილიყავი დაუშვათ ხელისუფალი რა და შენ პირობებში რომ მოხდარიყო აი ესე უსამართლოდ გამოგზავნა ესეთი რაღაცის და იქ მოთხოვნა რომ სააკაშვილის განთავისუფლებაზე ისევ და დემოკრატიის უკუსვლაზე და ასე შემდეგ რომელსაც მართლა არ ვიმსახურებ ჩვენ აი რა დამოკიდებულება გაქვს შენ ყველაფერთან და როგორ ფიქრობ ამაზე უსამართლობაა პირველ რიგში შენთვის მიცით როგორ არის მე პირველი დავიწყებ ჩემი დამოკიდებულებით მე ზოგადად ეს ყველაფერი არ მიხარია და წყინს შეიძლება ითქვას იმიტომ რომ მე ვხვდები რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი საზოგადოება, სადაც მე ვცხოვრობ, ამით არაფერს არ იგებს. პირიქით, ანუ შეიძლება ცოტ-ცოტად, შეიძლება ასე, ისე, მაგრამ რაღაცნაირ შარში ვეხვევით და მე ზოგადად ძალიან მწყინს, რომ ჩვენ ამ შარში ვეხვევით. ახლა ვისი ბრალია, კონკრეტულად ამის ბრალია, იმის ბრალია, მე ზოგადად არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, არ არის საჯარო სივრცეში უბრალოდ საკმარისი ინფორმაცია. იმასთან მიმართებით მე რომ ავდგე და ვთქვა, რომ აი ცალსახად ვიღაცის ბრალია. მე მხოლოდ უყურებ რაღაც კონტურებს. ზოგადად ჩვენ რასაც აქ ვხედავთ თელ ამ სივრცეში უყურებთ რაღაც კონტურებს ყველა მხრიდან. აი მაგალითად გეტყვით. ხელისუფლების მხრიდან უყურებთ კონტურებს, რომ ჩვენ გვითრევდნენ ომში. მიგვათრევდნენ სადღაც და ჩვენ გავუძალიანდით. ომში არ შეგვითრი, ვერ შეგვითრიეს და პირიქით ამ ომიდან ჩვენ სარგებელს ღებულობთ. პრინციპში შენ რო შეხედოთ ეს თუ დაიჯერო ეს ყველაფერი მართალია. ხელისუფლების მიმართ ვერ გექნება განსაკუთრებული პრეტენზია. პრინციპში აბა შენ რა გონია, აი ხო გიფიქრია, რა შეიძლება იყოს, რაშიც გვადანაშაულები. ამდენხანია ჩვენ ამდენხანია ვისმენთ, რომ ომში გვითრევდნენ. მაგრამ ბოლოს როცა ვკითხულობთ, რომ მოდი რას ნიშნავს ომში გვითრევდნენ? ასეთი მძიმე ბრალდება შენ, როდესაც შენ პარტნიორების მიმართ შენ ამბობ, რომ მე შენ ომში მითრევდი და მე რატომღაც აი ჩამორჩენა, რატომღაც შენზე უარი ვთქვი, ან რაღაცა გადავუხვიე იმ კურსს, რომელიც ჩვენ ერთად გქონდა რაღაც პერიოდის განმავლობაში. შენ უნდა თუ შენ ამას ამბობ ასეთ ტიპის მძიმე ბრალდებებს, შენი პრეტენზია სრულად უნდა ახსნა. შენ არ უნდა დაიწყო იმ ლაპარაკი იმაზე, რომ მე რაღაცა ნამიოკებს მაძლევდნენ, რომ ეს ნიშნავდა ამას. შენ მე დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ ვინმე ომში გვითრევდა, ამის შესახებ ჩანაწერებიც იარსებებს, წერილებიც იარსებებს პირდაპირ მოთხოვნები კონკრეტულად და არ დაგვჭირდება მე და შენ მარჩიელობა იმასთან დაკავშირებით, მართლა ითრევდნენ ჩვენს ქვეყანას ომში თუ რაღაც უბრალოდ მოწოდებები იყო სოლიდარობისკენ და რაღაცა ერთიანობის განცდის შექმნა აქეთა მხრიდან. ანუ, იმიტომ რომ ომში თუ ვინმეს ითრევდნენ. უკრაინელების მოწოდება ხო? არა, უკრაინელები ამ შემთხვევაში არ არის ჩემი ანუ უკრაინელების გამო არ ხდება ეს. თუ რამე ხდება იმის გამო, რომ დასავლეთი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან კრიტიკული ჩვენი ხელისუფლების მიმართ. მეორეს მხრივ ხელისუფლება ამბობს, რომ აბა ომი გინდათ, ანუ მე ასე რო არ მექნა მე, ომი იქნებოდა. მაგრამ მე ვუყურებ ქვეყნებს, სხვადასხვა ქვეყნებს, სადაც ომი არ არის და პრინციპში მთელი დასავლეთიც არ არის გადამტერებული. ამიტომ სამ კითხვას. კი ბატონო, ომი რო არ არის კარგია, ის რომ რაღაცა ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, თუნდაც ამ ძიმე პერიოდში სამყაროში, ზოგადად კარგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამის საფასური. ამის საფასური თუ არის ის, რომ შენ მთელ სამყაროს გადაინტერებ და მარტო რჩები რუსებთან. ზოგადად მაშინ კითხვა ჩდება, რომ რუსებს რაღაცა რო აი პირველად მოსვლიათ თუ მეორედ, როდესაც საკუთარი სხვა ტიპის წარუმატებლობის გადაფარვა მოუნდებათ. სიტყვაზე სადღაც რომელიღაც ტერიტორიის მიერთებით, ჩვენთან რო შემოვიდნენ და მიგვიერთონ, ან რაღაცა ცუდი გაგვიკეთონ. ამისგან დაცვა რითი გვაქვს მაშინ, როდესაც ნებისმიერი შენი შესაძლო მეგობარი მომავალში გადამტერებულია, იმიტომ რომ ახლა ომში არ ახარ.
და თან არც გაქვს ამის მტკიცებულება, ვიღაც გეუბნება, რომ არ გითრევდი ომშიო და შენ ამასთან დაკავშირებით აი კონკრეტულ მტკიცებულებას, რომელიც ჩემს და შენ შორის კამად შეწყვიტავ და არ დებ. ამას შეიძლება გაქვს რაღაცა, შეიძლება რაღაცას ითვალისწინებ, მე ეს არ ვიცი. მაგრამ მე რო დავინახო მტკიცებულება, რომ ქოცები ისე რო არ მოქცეულიყვნენ, როგორც მოიქნა, ჩვენ ახლა ომში ვიქნებოდით. ცხადია რომ მე მათ ამაზე არ გავაკრიტიკებ. მოდი ესე დავსვავ საკითხს რა, მოდი ფაქტი. მაგრამ არავინ არ არის ომში ეს არ დაგვავიწყოს. გარდა რუსეთის და უკრაინის. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რუსეთთან პრობლემა, ტერიტორიული პრობლემა და ჩვენ გვაქვს ეს ჩვენ ხარჯზე უნდათ ამის გაკეთება რა. თვითონ არა აქვს ტერიტორიული პრობლემები და ამიტომ უნდათ კიდევ ერთი ცხელი წერტილი რომ რუსებზე ეთქვათ, კაი ამას თავი დავადოთ. მოდი ერთი წამით ფაქტებს მივყვეთ რა, ფაქტებს მივყვეთ. და არა აღქმებს რა რომ ომი რო დაიწყო ხო ჯერ სანამ ომი დაიწყებოდა უკრაინამ ძალიან ცუდი საქმე გაგვიკეთა რომ არაჟნების კონტეინერით ფაქტია ხო შემოაპარა კაცი რა არჩევნების წინა დღეს ხო აი მე მაგალითად მაგაზეც უკრაინამ შემოაპარა ეს თუ მიშა თვითონ შემოიპარა მე ამაზეც მეტი მტკიცებულება მჭირდება ესმის ანუ შენ რომ ვიღაცა დადოს რომ ზელენსკი შეკული იყო არა იმაზეც მაგრამ რატომ არდებს ეს არა ერთი წამი იმაზეც გჭირდება მტკიცებულება რომ სახელმწიფოში მისჯილი ადამიანები იქ თანამდებობებზე არიან ამაზეც ხო გჭირდება მტკიცებულება ადეიშვილი თქვა ლორდ კიფანიძე და ამ ტრულად გვექცე ხო მაგრამ ეს ნიშნავს რომ შენ სასამართლოს არენდობიან უბრალოდ და შენც არენდობოდი იგივე მოსამართლეებს 15 წლის წინ არა სასამართლო რატო უნდა გამიკვირდეს მე ის არენდობოდეს ერთი წამი სასამართლო რა შუაშია აი დავიღოთ ხო ზელენსკის მოქმედება ელჩი გაიწვია ქვეყნიდან ხო რატო გაიწვია ჩემსაც გაუგებარი იყო სიმართლე გითხრა ეს ამბავი ხო და ეს ხო მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცამ ელჩი გაიწვია არა პოლიტიკოსი ხარ ესე იგი რაღაცომაც გვემტერება ხო ეს ხალხი რა იცით როგორ არის ომშია ქვეყანა შენგან მე სოლიდარობას ელოდება შენ სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება მართალიც კი ხარ სოლიდარობა მეტი რა ვქნა რა შემიძლია როგორიც მას გონია შენთან მოლოდინი აქვს ამიტომ რაღაცაზე გაბრაზდა და ელჩი გამოიწვია მე არ ვეთანხმები ამას პირობითად მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას რომ კაცი რომელიც იბრძვის მათ შორის საერთო მოწინააღმდეგესთან იმ კაცს მე გადავემტერო ამ ერთი ქმედების გამო პირობითად მე ეს არ მაძლევს საკმარის მორალურ უპირატესობას რომ ეს გავაკეთო მაგრამ ერთი ქმედება ჩამოვთვალეთ ახლა ჩვენ ფაქტი არის ის რომ ელჩი გაიწვია ფაქტი არის ის რომ ჩვენ მისჯილ დამნაშავეებს ეს მანამდე იყო რა მოხდებოდა ტრადიციად ფაქტი არის ის რომ თავისი მაღალჩინოსნები პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომისკენ ეს ყველაფერი ფაქტებია აი მეტი ჩვენ რა უნდა გვექნათ ჩვენ ყველანაირ იმას ხარდაჭერას უცხადებით ჩვენ ხო არ ვარჩევთ საქართველოს და უკრაინის ურთიერთობას არა ჩვენ ვარჩევთ საქართველოს მდგომარეობას ზოგადად დასავლურ ცივილიზაციასთან ამიტომ გეკითხები მე შენთვის ეს საწყენია გასაგებია შენ რო თქვი რომ საწყენია რომ ჩვენი ქვეყნის წესი არის მაგრამ შენთვის ეს უსამართლობა არ არის? არ მაქვს საკმარის ინფორმაცია ეს უსამართლობა არის თუ არა. შეიძლება მეორე მხარეს კონდეს ისეთი ტიპის მტკიცებულება, რომ არ ვითრევდი ომში. ეს ხალხი შარში არიან, თვითონ ზედმეტად. მაშინ დაადონა აბა ის მტკიცებულება, ჩვენ რამდენი მტკიცებულება დავდებით? იცი როგორ არის რომ თუ ვიღაცა მე ხო ვერ დაგიმტკიცებ შენ, რომ ომში არ გითრევდი. შენ უნდა დამიმტკიცო რომ ომში გითრევდი. შინაარსობრივად, ანუ მტკიცება ევალება იმას, ვინც ამბობს, რომ მე შენ სადღაც რაღაცას მაძალებდი. თუ გაძალებდი, მითხარი. რაღაცას ვიღაცა მეუბნება საჯარო განცხადებები არა ესენი არ უთქვიათ რომ მითხარი და რაღაცა აი ჩვენ პოლიტიკაა და იქ კულუარების გამოტანა ესეთი მარტივი არ არის კულუარები მეგონი ყველაფერი გამოიტანეს რა გამოიტანია ყველაფერი რა გამოიტანია რა დარჩარაც არ გამოიტანია აი რასაც შენი ძახი არა როგორ თქვეს რომ ჩვენ ელს თქვეს მაგრამ არ უნახებიათ ხო არა არც უცხოს რომ ნახე გია რა თქვეს რომ ამერიკის დეგნანის შევარდნა იმაში პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ხო არ უნახებიათ არა პრემიერ-მინისტრის კაბინეტში დეგნანის შევარდნა ცალკე აღებული არაფერს არ ნიშნავს ულტიმატუმების დაყენება ეს ხო არ უნახებიათ არა არც უცხოს ეს რომ განახონ კაი დავუჭოთ აი წარმოვიდგინოთ რომ ეს ნახე აი ამ შემთხვევაში უსამართლო იქნება თუ მე დავინახე რომ ვიღაცა მოსული იყო ხოცებთან და ცეცხლი გაუხსენით რუსეთს აქედან ოსეთიდან გაუხსენით ცეცხლიო ინვესტორი თქვა და თუ არ გავუხსნით მე თქვენ ასეთ სანქციებს დაგაკისრებთო მე რო ეს დავიჯერო რა თქმა უნდა ვაღიარი რა თქმა უნდა კარგი ნუ ესე იგი შენთვის ის დამაკმაყოფილებელი არ არის მაგის გარდა რაც დაუშვათ ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდა დამოუკიდებელი და მიუწერებელი საჯულისთვის ეს ვერ იქნება საკმარისი სააკაშვილის მოთხოვნა რომ სააკაშვილი გამოუშვით და პოლიტპატიმარი შენთვის სააკაშვილი პოლიტპატიმარია კი
ოღონდ პოლიტპატიმრის განმარტება ჩემთვის არის სხვანაირი ვიდრე ანუ სააკაშვილის. სააკაშვილი დამნაშავე არ არის. არა, მაგრამ ეგ არ მithქვამს, კაცო, ეგ არ მithქვამს. პოლიტპატიმარი რაღაცას ნიშნავს. პოლიტპატიმარი რაღაცას ნიშნავს. ნახე, შეიძლება ადამიანი იყოს სისხლის სამართლის დამნაშავე. პოლიტპატიმრების დიდი ნაწილი მანდელაც კი იყო ასეთი. სისხლის სამართლის დამნაშავე, მაგრამ ის ციხეში მანდელა რასად იყო სისხლის სამართლის საერთოდ ხალხის ყველობაზე იყო თავისუფლებული მისი ქმედებები, რითაც ის სისტემას ებრძოდა, ადამიანებს იწირავდა. მარტივად რო შევხედოთ, მაგრამ მოდი ესე შევხედოთ, ახლა მიშას ამბავს რა ამ წუთას. ნახე, მიშა გაასამართლა სასამართლომ და მიუსაჯა პატიმრობა, რომელიც თვითონ შექმნა პოლიტიკური ოპონენტების სადევნელად. და ამ სასამართლოს უამრავი პოლიტპატიმარი ყავს თავად მიშას დროს, მიშასვე დავალებით. მიშა ამ სასამართლო მიშა გაასამართლა რაღაცა იმისთვის, რა ქვია, პიჯაკებისთვის, საზღვრის გადმოკვეთისთვის და 1000 სისულელისთვის, მაშინ როდესაც ქართველი ხალხი მიშას გასამართლებას სულ სხვა რამისთვის ითხოვდა. და მიშას დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე არ არის 9 მილიონი გაფლანგული ლარი. რის გამოც ის ციხეში ზის, არ არის საზღვარზე შემოპარვა. ჩვენ ხო ამის გამო არ ვერჩით მიშას. ჩვენ მიშას ვერჩით საერთოდ სხვა ძალაუფლების მიტაცებისთვის, ერთპიროვნული მმართველობისთვის, სასამართლოს იმ დღეში ჩაგდებისთვის, რა დღეში ჩაგდო და ამ სასამართლოს მეშვეობით ხალხის გაუბედურებისთვის. ხო ამის გამო ვერჩით მიშას. მიშას ხო ახლა დაიწყეს 7 ნოემბრისთვისაც სხვათა შორის. კი ბატონო. და 26 მაისის. ყველაფერი ერთად, მაგრამ აი ახლა ნახეთ 26 მაისი ახლა სამართლებენ პარლამენტში. დღეს გამოდიოდა თქვენი კოლეგა და საუბრობდა მიშას დროს როგორ დაარბიეს ასავალ-დასავალის რედაქცია. დღეს მიდიოდა ამაზე, ანუ თუ კაცი უკვე ციხეში ზის და ამას ასამართლებს თან ადამიანი, პოლიტიკური ოპონენტი და ამბობს რომ თუ არ მოხვალთო ჩემთანო პროცესზეო, მაშინ რომ დაგიჭერთ არ მოსვლის გამო. მაშინ როდესაც რა გახსენი იმედი, მოიწვია ვინმე ნაცი, მოვიდეს მოიწვია ხოცი და იქ გაანადგურე. ძალით მიყვანილი შენი მოწინააღმდეგე, რომელიც უკვე ციხეში გიზის. კი ბატონო, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ფიზიკური მიშა და რეჟიმი მიშა. ეგ არის რა, ეხა მიდის რეჟიმის გასამართლება რა, პარლამენტში კომისია შეიქმნა და ასამართლებს რეჟიმს. და არა მიშას, ხო? ნახე, წარმოიდგინე, ამ ასე გასამართლება, როგორც ახლა ასამართლებს, ერთი პარტია, გამარჯვებული პარტია შეიკრიბა, ძალით მოყავს. არა, ეს სასამართლო იმიტომ კი არ მიდის, რომ ვიღაცა სისხლის სამართლის ამბავი ეს სასამართლო იმიტომ მიდის, რომ რეჟიმი მოშორდეს საკაურობას. აი, ირაკლი ოქრუაშვილი ხო ყველაზე სახლაციხეში, ხო ყველას გვესმის ყველაზის. ანუ ირაკლი ოქრუაშვილი ხოც ნაცურ ბრძოლას რომელიც ერთი წამი არ იყო გამოცხადებული, რომ საკომისიო, მაიცა საპარლამენტო კომისია ესე აუგათ უნდა აიგდო, რომ არ მიხვიდე არაფერი და არც საპარლამენტო არ უნდა დაგიქცეს არაფერი. სადნახეს, რომელი საპარლამენტო კომისიაზე არ მისვლის გამო კაცი ჭერენ ციხეში. სად იყო ეს? როგორ შეიძლება სადმე უნდა იყოს აუცილებლად? არა, როგორ შეიძლება ეს უბრალოდ რომ ოქრუაშვილი მაიცა 10 წელია უკვე პოლიტიკაში არ არის, იმის გამო რომ უბრალოდ დაინახა რომ ერთი დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებას ასამართლებს არანაირი მართლმსაჯულების პროცესი. ეს არის რაღაც პოპულიზმია და ამ პოპულიზმში მონაწილეობა არ მიიღო. ამის გამო კაცი ციხეში ზის და ჩვენ ვამბობთ რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ახლა რომ ოქრუაშვილი ციხეში. მაიცა ერთი წამით კომისიაზე რომ დაგიბარენ არ უნდა მივხვიდე. არავინ არ უნდა მივიდე? არა, ზოგადად კომისია ისეთი რომ მე მისვლა მომინდეს, მაგრამ ზოგადად კომისია არ არის პროკურატურა. პროკურატურა აქვს სისტემას, პროკურატურაში არ მისვლა, სასამართლოში არ მისვლა, ისედაც არის დანაშაული. უბრალოდ პოლიტიკურ პროცესს თუ იწყებ, პოლიტიკურ პროცესში ძალადობა და კაცს არ მოხვალდა ციხეში ჩაქსვამ, არაფერ შუაში არ არის. მაგის არსებობს პროკურატურა, ისიც მათხელშია. გამოგიხარ პროკურატურაში. თუ არ მოვიდა რა უნდა ქნას? ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, ეს არ არის ის პროცესი, სადაც შენ ადამიანს არ მოსვლის გამო იჭერ. ეს არის პოლიტიკური პროცესი. თუ შენ გინდოდა მართლმსაჯულების პროცესი, 13 წელია სისტემა შენს ხელში იყო, ვიძგირა დაგებარებინა და დაგეკითხა. წინ განცხადებები ხო გააკეთეს და განცხადებები იყო, რომ ამ შემთხვევაში, მოსვლის შემთხვევაში მოვა, არ მოსვლის შემთხვევაში დაეკისრება ან ჯარიმა, ან ერთი წელი თავისუფლების აღკვეთა. ხო და თვითონ ეს ხო სამართლო. ყველამ ხო იცოდა. აი წარმოიდგინე მიშას რომ უსამართლობა რა. მიშას რომ მოეწყო, აი სიტყვაზე მიშას შენ რო საკანში იჯექი, იმ დროს რომ მიშას მოეწყო, ეს და ეთქვა რომ შენ აქ მოდი ჩემთან და თუ არ მოხვალ საკანიდან გამოგიყვან და ჩაქსვამ ნამდვილ საკანში. აი ეს რო ეთქვა შენ ეს ხო ეგეთი კანონი რომ მიიღო. ეს სამართლიანი ხო არ იქნებოდა. შენ მოითხოვდნენ გამოძიებას რაღაცისა და მე რაღაცაზე მეწოდინებოდა, მივიდოდი ყველა ვარიანტში მივიდოდი. არა, რას ნიშნავს მივიდოდი პოლიტიკური პროცესია. ყველაფერი პროცესი არ უნდა მივიდოდი. ჩემს გარეშეც არა, ანუ მე თუ იქ მისვლა არ მინდა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მინდა. ნახე, გისმის, ნახე.
მზად ვარ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე წავიდე, ოღონდ შენთან არ მივიდი და არ ვითანამშრომლობ და არ მოგიყვე რამე. ჩემს იქ მისვლას და რა მისთქმას, რა შინაარსი აქვს. ასე მიღებულ ჩვენებას, ჩემი დაპატიმრების შიშით, რა შინაარსი აქვს. პოლიტიკური პროცესია. ხო და მაგიტომაც ეს ჩემი გასამართლება არგუმენტია. მიდის. არა, პოლიტიკური რეჟიმი გასამართლებულია უკვე ზის მიშა ციხეში. მიშაზე არ აქვს ლაპარაკი, რეჟიმის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე მაქვს ლაპარაკი. და მიშა ზის სისხლის სამართალზე არ გელაპარაკები, იაგო. მეტი ვინ დარჩა კიდე? სისხლის სამართალზე არ გელაპარაკები, რეჟიმის გასამართლებაზე გეუბნები. გასამართლად ჩემს გარეშე. ჩემი მონაწილეობა, ანუ ამ პროცესში, რომელიც შენ დადგმული გაქვს, სადაც ვითომ საგამოძიებო მოწმე ხარ ამაბის და არ უნდა მოხვიდე? პრობლემა იწყება იქიდან, რომ ეს არანაირი საგამოძიებო კომისია არ არის, იმ გაგებით, რა გაგებითაც, საგამოძიებო კომისია კანონში წერია, რომ საგამოძიებო კომისია არის ოპოზიციის ინსტრუმენტი, უმრავლესობის წინააღმდეგ და არა უმრავლესობის ოპოზიციის წინააღმდეგ. უმრავლესობას აქვს პროკურატურა, აქვს სასამართლო. სხვანაირად შეუძლია ეს გააკეთოს, ეს პროკურატურაში სასამართლოში ახამდე რას აკეთებდა კაცო? საგამოძიებო კომისიები რატო იქნება ხოლმე? ეს არის ხო და მაგას რატო იქნება? ამას ქმნის ოპოზიცია, იმიტომ რომ მას ხელში არ არის სხვა საგამოძიებო ინსტრუმენტები. ამიტომ ქმნის ოპოზიცია და ჩვენ ნახე ოპოზიცია. არა, ხელისუფლება არ არის ეს მათი იარაღი. არ არის ეს მათი იარაღი. საგამოძიებო კომისია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. და მაგიტომაც აი თუნდაც ხო ნახოთ ამ საგამოძიებო კომისიაშიც ნომინალურად ნახევარი მაინც არის ვითომ ოპოზიციონერი, სოზარსუბა რისი ოპოზიციონერია? ქართული ოცნების სიაში არისო? გურამ მაჭარაშვილი რისი ოპოზიციონერია? ქართული ოცნების სიაში არისო? ანუ ჩვეულებრივად ისა რა ქვია, ხალხი გასაღდა ოპოზიციონერად, ვითომ ოპოზიციონერად? გინდათ ქართული ოცნების წევრები იყვნენ, ლეგიტიმური ვერ იქნება ეს. შინაარსობრივად ვერ იქნება ეს ლეგიტიმური, ამას გიხსნი. პარლამენტარიზმი რაღაცას ნიშნავს. ამ პარლამენტარიზმი რასაც ნიშნავს იქ, უმრავლესობის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნა უმცირესობის დასაჭერად და არ გამოცხადების გამო მისი კოლეგების დაჭერა, საგამოძიებო კომისია არ არის. შეიძლება რაღაცა სხვა იყოს, კარგი შეიძლება იყოს, მე არ ვიცი, მაგრამ საგამოძიებო კომისია არ არის. და ამაში რომ ადამიანი პოლიტიკიდან წასული ადამიანი რამდენიმე წლის არ მონაწილეობს, იმ კაცს იჭერ, იმიტომ რომ ხოცნაცურ თამაში ასე მოუხდა სიტუაციას. ეს რამდენად შეიძლება სწორი იყოს. თორე მიხეილ სააკაშვილი რაზეც არის გასასამართლებელი, ნაცები რაზეც არის გასასამართლებელი, მე უფრო ადრე ვთქვი ვიდრე ქართულმა ოცნებამ. მათ ნაცების გაასამართლეს სხვა რაღაცის გამო, მიშარის გამოც გაასამართლეს და ახლა დაიწყეს რეალურად ის პროცესი, რის გამოც არა საგამოძიებო კომისიაში, არამედ სხვაგან, სხვა შემადგენლობით. კაი, მაშინ მითხარი, უნდა გასამართლებული რატო დაიწყეს ახლა და ადრე რატო არ დაიწყეს? იმიტომ რომ დაპირება დადეს წინა საარჩევნოდ, რომელსაც ვერც ასრულებენ. ამ ერთი არჩევნები კიდე გვაცალეთ. ის არ გიფიქრია რომ ადრე არ ქონდათ ამის შესაძლებლობა. ვინ უშლიდათ ხელს? წნეხი იყო, ეჯეოები უშლიდათ ხელს. აი, ადრესი იყო, თესაც არიან. გარედან საერთაშორისო უშლიდათ და ეს ხوارიანი რაღაცამ ხო ჩაი, რაღაცა მოემზადებოდა. არა, იმისთვის მოძლიერება რა იყო აბა ქართული ოზი. აიცა 2016 წელს საკონსტიტუციო რამოსა 2012 წელს არ შეეძლოთ, რატო შეძლეს 2024 წელს? იმიტომ რომ ამას დრო ხო ჭირდება. ახლა ამას აჭრევენ საკუთარ ამორჩეველს. რა შუაშია კაცო? არ არის ერთადერთი წარმატებული პროექტი ქართულ არ ვიცით რომ NGO-შნიკები იჯდნენ პარლამენტში და კანონებს ისინი იღებდნენ. ვინ იყო NGO-შნიკი პარლამენტში? ვინც იყო? ქართულ ოცნებას ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა 2016 წლიდან. საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა 2016 წელს. და რომელი NGO-შნიდა ხელს, რომ ვინ არ ეგებოდა ფიანდაზად. ძალიან ბევრი უშლიდა ხელს. ვინ? ანტიდისკრიმინაციული კანონი თავისით მიიღეს? აბა ვინ? მაგათი შეკვეთა არისო? არა, მაგრამ მაიცა ლომჯარიას დანიშნა, მაგათი შეკვეთა არისო? ნახე 2000 როდის იყო 22-23 წლებში ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის და რაღაცა სხვა პატარ-პატარა კანონების გაუქმების კანონპროექტი. მაშინ გათავისუფლებიაtiva იყო. ოცნების ინიციატივა იყო. მაშინ ეგ ჭირდებოდათ, ახლა ეს ჭირდებოდა. რა ჭირდებოდა? პატივს არცევენ საკუთარ ამორჩეველს. წნეხი იყო შენ გესმის? ვის გარედან იყო წნეხი? ვინ ახდა და ბიზნესზე ეწოვას, არ გამაგიჟოთ. გეუნები ვინც ახდენდა NGO-ები, საელჩოები და გარედან. მე არ მგონია ბიზნესი ეგეთი ზაზა პაპუაშვილი, ზაზა პაპუაშვილი ლომჯარიას ეწოვა მოახდინოს. ზაზა პაპუაშვილი იყო მაშინ პარლამენტში რა. ნილო ლომჯარიას არჩევა რომ მიდიოდა. კი ბატონო. საშინელი წინააღმდეგი იყო ამისი. კი ბატონო, მე მაგრამ არ იყო არანაირი საშუალება რომ ეს წინააღმდეგობა გადაეტანათ რეალობაში. არ იყო. იმ ხელა წნეხი იყო. იმიტომ რომ ბიზნესა დაარწმუნეს რომ ასე ჯობდა. კი არის ჯობდა. არ გააკეთებდა და მაშინ აუყირავებდა როცა ძლიერები არ იყო. არა, მე ამჯერა რომ ბიზნესა ივანიშვილი ისეთი სუსტი ადამიანი ყოფილიყო 2016 წელს თუნდაც რომ ნინო ლომჯარიას და მის მეგობრებს აეყირავებდნენ. ვერა უყირავებდნენ? ეხა უყირავებდნენ. არა, რას უყირავებდნენ? ახლა ყველაზე სუსტია ქართული ოცნება იყო უბრალოდ როცა ეს დაიწყო ეს კამპანია, იმიტომ რომ 12 წელია უკვე ხელისუფლებაში 2016 წელს 4 წელი იყო ხელისუფლება, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა და ხალხი ლოცულობდა ჯერ კიდევ. რატო იწევს ქართული ოცნება?
იმიტომ რომ მოწინააღმდეგე იყავს სუსტები. ხო? სხვა ის არ არის? გარდა სისუსტისა? მოწინააღმდეგე რო ძლიერი ყავდეს, იმდენი შეცდომები, რამდენიც ქართულ მოცემამ დაუშვა, არავის არ ეპატიებოდა ჩემი აზრით. შეცდომები ძალიან ბევრი დაუშვა, მაგრამ არის გადამწყვეტი რასაც ქართული საზოგადოება ყველაზე დიდ თამაშას აყენებს, ხო? ეს არის გადარჩენის თამაშა. ეს გადარჩენის თამაშა შეესწავლაზე ზუსტად ქართულმა მე ზოგადად არ ვარ ის არ მომწონს იცი მე ზოგადად არ მომწონს რომ ჩვენ თითქოს რაღაცა სულ მთელი ჩვენი ისტორია გადარჩენის რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ საერთოდ არ მგონია მე მგონია განვითარების რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ქართული ოცნების პრობლემა და ტყუილი მათ შორის საკუთარი ამორჩილების მიმართ არის ის რომ თითქოს ჩვენ სულ გადარჩენისთვის ვიბრძვით და სულ ჩვენ გაჭირვებაში წვალებაში უნდა ვიყოთ უნდა გავუძლოთ ვიღაცა აი ცოტაც და დედა უნდა უტიროთ მაგრამ სულ უნდა ვიყოთ გაჭირვებაში და ვიტანჯებოდეთ. ეს არის ქართული ოცნების მორალი, რაც მე არ მომწონს. ომი არ არის ჩვენ გაჭირვება. ომი სულ არის სამყაროში. სულ არ არის სამყაროში ომი. როდის ყოფილა რუსეთ-უკრაინის ომი არ არის სულ სამყაროში. ნუ რავი, აგერ სადაც მანამდე სხვადასხვა ომები სულ არის სამყაროში. სხვადასხვა ომებზე ჩვენ არ ვართ დამოკიდებულები. ჩვენ ვართ რუსეთ-უკრაინის ომზე დამოკიდებულები ჩვენი განვითარებისთვის, ხო? სადაც ფაქტები დაგისახელე რომ ელჩი გაიწვიეს, ეს სიტუაცია მოხდა, ის სიტუაცია მოხდა, იქიდან უკრაინის ხელისუფლებიდან გვეუბნებოდნენ რომ წადი ტანკები დაძარი და ასე შემდეგ. ეს გადარჩენის ნახე გიამერის თქმა მინდა ჩვენ ვინაიდან არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია არ მივწვდება ხელი ანუ ჩვენ რა ინფორმაციითაც ვბჟელობთ ეს არის ის ინფორმაცია რომელიც უნდა არ გიფიქრია იმაზე რომ ამას საზოგადოება გრძნობს და იმიტომ აძლევს ქართულ ოცნებას ხა არ ვიცი შეიძლება მე ხო არ ვიცი არ გიფიქრია იმაზე რომ ერთად ცუდია კარგია ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული არა საზოგადოება ქართული საზოგადოება გრძნობს რომ ერთადერთი გადარჩენის შანსი დღეს არის გინდა თუ არ გინდა ბიძინა ივანიშვილი ამას გრძნობს და ამიტომ აძლევს ხმას. ამაზე არ გიფიქრია. ხო და მე მგონია რომ ეს გრძნობა შეიძლება, მე ხო არ გიკამათები, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მე მგონია რომ ეს გრძნობა არის შეცდომა და ზოგადად ის ქართულ საზოგადოებას შეცდომას უშვებ და შენ გონია რომ შენი აქმები არ არის შეცდომა რო არ დაეშვა. ის ხო კარგად გრძნობს რაც ხდება ჩვენ გარშემო და იმით აძლევს ხმას. ნახე, ანუ ზოგადად მე რა მგონია იცი შეცდომა. ანუ მე რას ვიძახი, იმას უფრო უდევს მაჯაზე. პოლიტიკურ პულსაციაზე ხელი მე რას ვიძახი პოლიტიკურად ვიძახი ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ვიდრე ყველა თქვენ დანარჩენს ერთად რა ის უფრო გრძნობს რა უნდა საზოგადოებას და ამიტომაც იგებს არჩევანს აი შეიძლება ხა მე ვთქვა პასუხი ამაზე ნახე მე რაც ზოგადად არ მომწონს არის ის რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი შეუძლია ანუ ადამიანს რომელსაც აი წარმოადგინა 2013 წლის 2014 წლის ბიძინა ივანიშვილი აიღე რა რომელმაც ყველაფერი კაი სივი აქვს საოცარი საქართველოს ისტორიაში რომ არავის არ ქონია ესეთი სივი და რომელსაც ბოლოს აგვირგვინებს ის რომ ნიშა მოგვაშორა აი ეს არის 2013-2014 წლის ბიძინა ივანიშვილი ძალიან მაგარი ახლა კი რა თქმა უნდა ახლა ავიღოთ 2025-ის ან 2024 წლის ბიძინა ივანიშვილი რომელიც დასანქცირებულია ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნაწილის რატო რისიგულის? არა, მაიცა რისიგულისთვის დამშრალობა აქვს. ნახე. შენ ხო ამბობდი რომ ბიძინა ივანიშვილი უკეთესად გრძნობს, უკეთესი პოლიტიკოსია. ხო ამაზე ვლაპარაკობთ ამ წუთას. ნახე, თუ წარმოიდგინე რა სიტუაციიდან იწყებს 2013 წლის, 2014 წლის. ამ დროს რო უბრალოდ ეთქვა რომ ხალხო, მე ჩემი საქმე გავაკეთე, წავედი. კარგად იყავით, მართლა წავედი ოღონდ. რაც გინდა თუ რამე ქვეყანა არ დაიქცა, ღმერთმა უნდა გაჭიროთ ჩემი თავი, მე ჩემს ოჯახს, ჩემს რაღაცას უნდა მივხედო, ფულიც მაქვს, ყველაფერი მაქვს. წარმოიდგინე ამ დროს ესო მომხდარიყო. ბიძინა ივანიშვილს ქონდა უკვე იმდენი ფული მის შთამომავლობას კიდევ ერთი 2 საუკუნე რო ეყოფო და კაპიკი რო არ შემოემატებინა. აი დაუშვოთ მე. ხო ასე იყო. კი მე. ქონდა ისეთი ტიპის რეპუტაცია რომ ილია ჭავჭავაძეზე უფრო დიდი ტიპი იქნებოდა საქართველოსთვის. ანუ რო შეხედო სივი რა იქნებოდა გაკეთებული იმას რა შეძლო იმ რესურსებით რაც იმას ქონდა იმ საუკუნეში რაც იმას ამას იმ რესურსებით რაც ქონდა იმ საუკუნეში რაც ქონდა. კი. ფაქტობრივად ადამიანს გამზადებული ქონდა ნომერ პირველი ქართულ უკვდავება საქართველოსთვის. კი. რომელიც რაღაც თვალსაზრისით გაიცვალა რამდენიმე წლიან ერთპიროვნულ მმართველობაში. მე არ მიმაჩნია რომ ეს არის კარგი პოლიტიკოსობა და დიდებული პოლიტიკოსობა. მე მიმაჩნია რომ დიდებული პოლიტიკოსობა ის იქნებოდა რომ ის ამ რეპუტაციას რომ ნომერ პირველი ქართველისას ისტორიაში რომელმაც ბოლოს საკუთარი პირადი სიცოცხლის რისკის ფასად მიშას რეჟიმისგან გვიხსნა, ბოლოს სანქციებს და იზოლაციას კი არ მოუტანდა ქვეყანას. არამედ აი როგორც დაიწყო პირობითად, როგორც მისი რიტორიკა იყო თავიდან. შენ სანქციები? არა, მე მომიტანა რას ნიშნავს? თავის თავს მოუტანდა. არა, მაინც შეგונה კარგია ჩემთვის. ანუ მე არა, ერთი წამი მომისმინე რა. ერთ შემთხვევაში
ეს რატო არის კარგი პოლიტიკოსობა, ეს არა, არის მოდი, არ გეტყვი. ერთ შემთხვევაში რისკზე დადო თავისი თავი, თავისი რატომ იყო საჭირო ეს? აი, სააკაშვილის გაშვების ბატონო, დროს. და ახლა მეორე იყო შემთხვევაში რისკზე დადო თავისი ფინანსები და თავისი შესაძლებლობები და თავისი ისე რა ქვეყნიდან ქვეყანაში სიარულები, ხო? ანუ ყველაფერი რისკზე დადო. ერთ შემთხვევაში, ერთ სიტუაციაში, მეორე შემთხვევაში, მეორე სიტუაციაში. ნახე კი ბატონო. არ დადო? არა, ნახე ეს ადამიანი რომ რისკიანი ადამიანია, მე მაგას კითხვის არ ვაყენებ, მაგრამ რისი გულისთვის დადო? არა, მე არ ვიცი. არა, მითხარი რისი გულისთვის. მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი რომ ნახე სააკაშვილის თავისი ქვეყნის გულისთვის დადო. არ ვიცი კაცო, შეიძლება მე პირადად აბა როგორ სხვა სააკაშვილი და პირადად გარისკა, მე ხო არ ვიცი, მაგრამ გამოვიდა რომ ქვეყნისთვის კარგი გააკეთა ერთ შემთხვევაში. მაგრამ მეორე შემთხვევაში რაც გააკეთა, შეიძლება პირადი რისკის ფასად, მაგაზეც არ გიკამათები. შეიძლება რაღაცის გამო, მე ხო არ ვიცი რის გამო. მაგრამ მეორე შემთხვევაში ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის და ზოგადად რაც იზოლაცია გააკეთა და ფაქტობრივად მისი კმეთობებით არა, როგორ შეიძლება კარგი იყოს თელ სამყაროს რო იმიჯნები და არავის არ იმიჯნები, თვითონ იმიჯნებიან უსამართლოდ. არავის არ მაგითო დაგიშვი ეს შეკითხვა. მე არავის არ იმიჯნები. მე არაფერი არ დამიშავებია. არა, მე არაფერი არ ერთი წავით დაუშვათ ის რომ ის სიტუაცია მართალია. არა, ერთი წავით დაუშვათ ის სიტუაცია მართალია, რომ ომში ჩართვა უნდა და ჩვენი. არა, დაუშვათ რასის ეს არ გვაქვს დაუშვათ რა. მე რაში მადანაშაულებ? მე რატო ვემიჯნები ვინმეს გამაგებინე? თვითონ მე რო არ ვემონები ვიღაცას მაგით არა შენ ამას როგორ არა იქიდან წამოსული ეს ყველაფერი რაც არის ხო რაც წამოვიდა იქიდან რეზოლუციები და ასე შემდეგ და ასე არის რომ დამონების რეზოლუციებია ეს თუნდაც ეს მეგობრული აქტი რო გადააკეთეს ვითომ შემაკავებელ აქტად ირანის და იმ ეთანხმები მაგას ირანია აქ შესაკავებელი? ხო და ნახე მე აბა რატო არ არის უსამართლობა მითხარი? არ ვიცი. ესეც არიცი? არა მე არა ეს ხო იცი რომ ეს მეგობრული ერთი წამით მეგობრული აქტი რო გადაკეთდა ირანის შემაკავებელ აქტად და ჩინეთის შემაკავებელ ეს ხო იცი? ეგ სამართლიანია? ნუ რა ვიცი სამართლიანი მეგობარი აქტი სამართლიანი იყო? ხო არ არის გადაკეთება პრობლემა. ხო არ არის სამართლიანი. არა მაინც ეცა მოდი გავარჩიოთ ეს რა გითხრა. მე ხო არ ვიცი და ანუ ნახე შენ რისი გაგება არ გინდა იცი რომ შენ არ გინდა რაღაცა არსებობს რაღაცა უცნობა არა ნახე რაღაცა უცნობი რო არსებობს მე მგამის თქმა რომ რაღაცა უცნობი არსებობს რომელიც ჩვენ არ ვიცით არც ერთი მხარე ამ უცნობს არა მე გეუბნები რაც ვიცით იქიდან გამომდინარე არ ვიცით არა ის არ ვიცით არ ვიცით მეგობარი აკეთებდნენ ეს არ ვიცი მეგობარი აქტი ხო ვიტყვი მეგობარი აქტი მივარ მეგობარი აქტი ხო არ გავუბრუნდა არც ერთ შეკითხვას არც მეგობარი აქტის პრობლემა არ მაქვს ნახე მე მეგობარი აქტით იყო პირველი აქტი რომელიც არ მიიღეს მეგობარი აქტი მე შეიცვალა რაღაცა ზოგადი რაღაცა განზოგადდა ის რაღაცა ვითომ კონკრეტიზებული იყო ეს განზოგადდა და რაღაცა მივიღეთ მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ სამყაროში მარტო ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა სომხეთს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანს არ აქვს პრობლემა მათი მეზობელიც არის რუსეთი მოლდოვას არ აქვს ეს პრობლემა აი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ვიძახი სადაც ეს ხალხი მიუხედავად იმისა რუსეთის საფრთხე არსებობდა მათ საწინააღმდეგოდ მეგობარ აქტებს და ჩინეთის და რუსეთის შეკავების რაღაცის შეკავების აქტებს არ ღებულობენ ჩვენ შემთხვევაში ღებულობენ მთელ სამყაროში ეს არის სინქრონიზებული ეს იყო სინქრონიზებული წინა მთავრობის ბაიდენის მთავრობის დროს ეგრძელდება ტრამპის მთავრობის დროს ჯერჯერობით ნუ ყოველ შემთხვევაში არ იცვლება ჯერჯერობით ხო ჯერჯერობით ნუ ხა მოდიშ დავაკვირდეთ ამას ანუ მეც ჩემთვის მაგალითად ის თუ ტრამპის ადმინისტრაციამ გამოვიდა და თქვა რომ თურმე ცდებოდნენ ჩვენ წინამორბედები აი ხალხი ყოფილა თურმე ამათ მართლა ომში ითრევდნენ თურმე ჩვენ შეშლია აი წინა ყველაფერი ეშლებოდა მძინარე ჯოს და ესეც შეშლია თუ ესე გამოვიდა და უფრო ხოცებმა ეს ასე დაალაგეს და აღმოჩნდა რომ ყველანი შეცდომაში შეგვიყვანა ამერიკის მთავრმა ადმინისტრაციამ მასაყოლმა დასავლეთმა ჩემი რიტორიკაც ხო შეიცვლება მაგრამ გავიდა უკვე 100 დღე ფაქტობრივად ტრამპის მმართველობა ხო არ შეიცვა პირიქით ტრამპს იმიდან რა ქვია რუსთაველის გამზირიდან ჭკუას ვასწავლით გესმით? ხო რაფერი არ შეცვლა. იცი რატო არ ვიცი შეიძლება თუ არ შეიძლება შენი რიტორიკა? იმიტომ რომ შენ ახლა პოლიტიკური მხარე. არა კაცო, მე არა ერთი წამი შენ პოლიტიკური პრეტენზია. არა, მესმის მაგრამ მე არასდროს არ ხოია დაუსაბუთებელი პრეტენზია. შენ უნდა იყო ოპონირების რეჟიმში. არა, შენ კაი საქმე გააკეთე, შენთვის რა არის კაი საქმე? იქნებ მე კაი საქმეს ვაკეთებ და შენ ვერ ხედავ. არა, როგორ ვერ ხედავ? მე გეუბნები რომ ომში მითრევდნენ და შენ არ გიჭერა. როგორ დაგაჭირო? იმის გამოქვეყნება არ შეიძლება, არ შევიცია. აბა სიტყვაზე გენდო? სიტყვაზე მენდო
რას ნიშნავს? გლობალური ომის პარტიის სპონსორი. ფაქტები დაგისახელე. არა, რა ფაქტები ვიღაცამ რაღაცა გამოიწვია, რომელიც ჩვენ ფუნდამენტი არ ვიცით, ჩვენ არ ვიცით არსებითად რა ხდება ამ საქმეში. მე გეუბნებით გამოაქვეყნე, თუ ესე მართლა ესე არა, ჩვენ ამბობ, გადადივარ შენ ჭკუაზე, ტრამპის გულშემატკივარი, მე ქოცებზე ადრე ვიყავ. არა, ერთი წამი გამოაქვეყნე, ტრამპის ადმინისტრაციამ თუ გამოაქვეყნა, თუ თქვა რომ ცდებოდნენ ჩემი წინამორბედები, ხო იძახ ხო არ უტყდება ტრამპს, რომ თქვას რომ ბაიდენი რამეში ცდებოდაო, ხო არ უტყდება. თუ გამოვიდა თქვა რომ ქოცებთან მიმართებაშიც ცდებოდნენო, თუ კაი ხალხი ყოფილან, ეგენი არ ყოფილან სხვისიანები, არც პროჩინელები ყოფილან, არც პროინანელები, არც პრორუსები, ჩვენი ხალხი ყოფილან. შეგონია ვართ? არა, კაცო, ვართ რას ნიშნავს? ინფორმაცია არ მაქვს. მე როგორც შენ ამბობ, რაღაცა ნახე. რას ნიშნავს პრორუსი? ხელისუფლება არის თუ არა პრორუსი? და აი თუ არა პრორუსი იყო ხელისუფლება. არა, ერთი მაშინ მდგომარეობს. ერთი წამი. ანუ მაშინ ესე დაგისვევ საკითხს რა. არის აი სამი ვარიანტია რა. ბიზნეს პუტინი უყვარს თუ არა, ეს ხო არ არის პრორუსობის განმარტება. რა შვეშ განმარტება არის რაღაც სხვა. შენ რა იცი ვინ ვის უყვარს? ხო და მაგიტომაც არ საუბრობ, ეს არის რუსობის განმარტება თქო. მაგრამ ჩემ პრორუსობის განმარტებას გეტყვი. და მოდი მითხარი, რომელი ხელისუფლება არ იყო ასეთი საქართველოში. პრორუსული არის რეჟიმი, ჩემი აზრით, რომელსაც აქვს ერთპიროვნული მმართველობა და იმას აკეთებს, რაც გაუსწორდება. ეს არის პრორუსული მმართველობის ფორმა. თავისი შინაარსით რუსები არ არის ერთპიროვნული მმართველობა, რატო არის პრორუსული ფორმა გამაგებინე? იმიტომ რომ რუსები მართებიან ერთპიროვნულად ყოველთვის. იქნებ ესე ჭირდება დღეს ქვეყანას. მე პრორუსული მმართველობა ჭირდება. არა, ერთი წა, პრორუსული რა შუაშია? მე მგონია რომ აი კოალიციური ამბავი, რასაც ოპოზიცია იძახის და შენც მათ შორის ეგ არის დამღუპელი დღეს ქვეყნისთვის. ხვალ შეიძლება იყოს კარგი. მაგრამ დღეს ერთმანეთში ოპოზიციაში ვერ თანხმდებიან და ვერ თანხმდებით და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ხელისუფლება ეს არის სწორი ქართული ნამდვილი ვაჟკაცური მმართველობა არის ისა რა ქვია ერთპიროვნული მმართველობა? ერთპიროვნული მმართველობა, ნამდვილი ქართული ვაჟკაცური მმართველობა. მე გეუბნები რომ არის რაღაცა მომენტები ქვეყანაში, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ზემოდან ქვემოთ. გესმის? აი ეს სიტუაცია რომ არ ყოფილიყო დღეს. ჩვენ შეიძლება და ომში ყოფილიყავით. ზემოდან ქვემოთ მიიღება გადაწყვეტილება ამერიკაშიც, მაგრამ არ არის ერთპიროვნული მმართველობა. ერთპიროვნული მმართველობა ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ქვემოთაც რო უნდა მიიღებოდეს. აი, როგორ გითხრათ, თქვენ მართლის გარჩევა არა ერთპიროვნული მმართველის გადაწყვეტილება, არამედ ადამიანების. მე არ ვიცი, ადამიანები. როდესაც თქვენ მართლის გარჩევა მარტო ერთ კაცთან ხდება ქვეყანაში. რეალური მტკვარ-მართლის გარჩევა. ის არის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველობა თავისი შინაარსით. აბა როგორ უნდა მოხდეს გამაგებინე? არ ჯობია რომ ერთ კაცთან მოხდეს ვიდრე მილიონ არის შემთხვევები, როდესაც ერთი კაცი ღებულობს გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, როცა ერთი კაცი ღებულობს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება მიიღება საჯარო მტკიცებულებებით და საჯაროდ იხსნება. როდესაც მე რაღაცას ღებულობ, არც კი ხსნი ამას, არც კი არავის ამას ვეუბნები, ეს არის რუსული მმართველობა. ძალიან კარგად ამას აკეთებდა, ამის ყველაზე კარგი შემთხვევა იყო მიხეილ სააკაშვილი, კარგი ბჭყალებში. მან მოახდინა პირველად ასეთი ტიპის კონცენტრაცია ძალაუფლების. შევარდნაძე მას ეს იცოდა შინაარსობრივად და როდესაც ზვიადგამსახურდია მოვიდა, არც მაშინ არ ითქვა უარი ერთპიროვნულ მმართველობას. ეს არის შეცდომა ამ ქვეყნის და მინდა რომ ვინმე გამოჩნდეს. აი ბიზნეს იმედი ამიტომ მქონდა ამ ხელა ქველმოქმედი კაცი იყო. მას ჰქონდა მარტო იმ ხელა ამბიცია რომ ნომერ პირველი ისტორიაში ყოფილიყო. და ზოგადად ამით ის ხურდავდება ერთპიროვნული მმართველობით ხურდავდება. უფრო მეტი შეუძლია. შეიძლება გეთანხმებოდე რაღაცაში, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ჭირდება რა. არა 19 წელი რისთვის არ არის? როგორ 19 წელი მოშორდა აი ამ საშინელი გარე წლეხების მოცილებას. რასაც NGO-ები ქვია, რასაც საელჩოების კარდაკი ქვია, რასაც იქიდან დაფინანსებული ხალხი ქვია, რასაც მედია ეს ყველაფრის მთქმელი და გამკეთებელი მედია ქვია დაფინანსებული. აბა შეიძლება აბა ლომჯარიას დანიშნა რა თუნდოდათ გამაგებინე. ეს თუ წლეხი არ იყო. რა თუნდოდათ ლომჯარიას დანიშნავდა. როგორ გიპასუხო ლომჯარიას დანიშნა რა თუნდოდათ ცხოვრებაში ლომჯარიას დააფიქრდი პოლიტიკოსი შენახარ და აბა მე უნდა დავფიქრდე და შენ მაგივრ რა. რატომ მაინდა-მაინც ლომჯარია? მე ახლაც ვერ ხვდები ბევრი ვიღაცა რისთვის ჭირდებათ რო ნიშნავენ. არ მინდა არავის შეურაცხყოფა მაგრამ ახლაც არ მესმის ეს მაგრამ ამას ხო არ ვაბრალებ რომ ბიზნესზე ვიღაც ზემოქმედებს და ბიზნესა ვიღაცის მონაა. ეს არასდროს მონა რა შუაშია? არის რა თუ დანიშნებს შენი ქვეყნის პრეზიდენტი არა არის პოლიტიკური სახელმწიფოს ხათო დანიშნებს. ესე იგი მონახა
არა, ერთი წამით არის პოლიტიკური პროცესი, როდესაც ლავირებ რაღაცას და საბოლოო ჯამში მიდიხარ შენთვის ნამდვილად. ამასაც იცილებ, გუბასანიკიძე მოიცილე, რესპუბლიკელები მოიცილე, ის მოიცილე, ეს მოიცილე, ყველაფერი და მიხვედი რაღაც დონემდე, ხო? და აი ეს არის კიდე რაღაცა აი ეს არის თავარი ტყუილი, რასაც ქართული სამორჩეულოს თქვენ აწვით, რომ ბიძინაზე ოდესმე ისე ზემოქმედებდნენ, რომ აიძულეს ლობჯარიას დანიშნა. მაინც ერთი წამით არ ზემოქმედებდნენ, გამაგებინე. ვერ დაინახე ქუჩაში. არ ექვემდებარება ის. ვერ დაინახე ქუჩაში რა ხდებოდა. არ ექვემდებარება ის კაცი, ასეთ ზემოქმედება მაინც ერთი წამით ნოემბერში ვერ დაინახე რა პროცესები ხდებოდა ქუჩაში. რა მიტინგი დაშალეს. რა ვისი ორგანიზებული მიტინგი დაშალეს. აღარ ვიცი ვისი ორგანიზებული. არაფერი თუ არ იცი, აბა რანაირი პოლიტიკაში გამაგებინე. NGO-ების გავლენა თუ არ იცი საქართველოში, საელჩოების გავლენა თუ არ იცი, რა განცხადებებს აკეთებს. გერმანიის ელჩი ვინ არის? მაშინ რაღა პოლიტიკური საქართველო არის უცნაური ქვეყანა, სადაც NGO-ები თუ რამეს იტყვიან, ხალხი იქცევა ამის საწინააღმდეგო. რა თქმა უნდა, მაგალითად მე რამ გონია მე გეტყვი, ნახე. როდესაც ხალხი გააბრაზეს ქოცებმა, მართლა გულწრფელი ხალხი და მაგას ალბათ შენც არ გამორიცხავრო მიტინგზე თავიდან ბევრი გულწრფელი ადამიანი იყო. მეც ვიყავი და სხვაებიც იყვნენ და წარმოიდგინე ამ გულწრფელი ადამიანების რო შეეშინდა ხელისუფლებას, შეაგზავნა იქ NGO-ები, რომელიც როგორ არის, იცი რომ აი ტალახიანი კაცი ქორწილში რო შეუშვა და ყველას რო ეხუტებოდეს. NGO-ები ვის შეაგზავნა? ქოცებმა. აუ, იაგო. ქოცებმა სირცხვილია რო იხვეწებოდა დამარეგისტრეთ შენ გონია რომ ელაპარაკები ადამიანს რომელმაც პროცესები არ იცის საერთოდ რა ხდება პოლიტიკური როგორ აი კიპი მაგოჭრილი ამ სიტუაციაში გვარამია 40 მილიონი სადიშოვა შენ იცი რომ 2008 წელს ზუსტად მაკათმა არ არჩევინეს ჩემიზმა ხელისუფლებაში მაგითო გაკავდა არჩევნები ელჩების გამო, NGO-ების გამო, ტელევიზიების გამო და შიდა შუაგულ პროცესში ვიღებდი. მეგონი მართლა მისამ არ არა, არა, შუაგულ პროცესში ვიღებდი მონაწილეობას. ხო და 2008 წელი ხო არის. მოდი მარტო კითხვას დაგისვამ, ნახე. ჩვენ ხო აღი ცოტა ხნის წინ არჩევნები გავიარეთ. და ანუ ჩვენ ზოგადად ვიცით, როგორც აი შენ ხარ და ჭიპი გაქვს მოჭრილი და მოხარშული ხარ ამ დიდი ხნის განმავლობაში. მე აი ვიწრო და ბოლო 5 წლის ამბები ვიცი. ამ პროცესში ვიყავი თავიდან ბოლომდე ჩართული და ზუსტად ვიცი რა ხდება. არ ქონდა NGO-ების გავლენა. ნახე, არა, NGO-ების დეგენერატიულობა საქართველოში, ერთი წამი. სხვა რაღაცას გეუბნები ამ წუთას. ანუ საქართველოში პოლიტიკური ფინანსები, ანუ პოლიტიკურ შენ რო იცი რომ ბიზნეს მოწინააღმდეგე ხარ, მისი ოპოზიციონერი ხარ, მასზე ებრძვი. შენი, ანუ შეუძლებელია შენ ფული იშოვოს წინას არჩევნო კამპანიის ოდნავ სერიოზულად დასაფინანსებლად. აი ოდნავ, მე კი არ გეუბნები მილიონებს. გეთახმები. გვარამიან იშოვა ათეულობით მილიონი. კი მერე? ხო და აი როგ და თან ეს გვარამია და მისი აი ეს დაფინანსებული თელეს მედია რაღაცა შანტრაბა იყო ზოგადად თელი აი ამ შენ რაც ამბობდი აორგანიზებდა NGO-მა გააკეთესო შემოდგომაზე გამოსვლებიო მაგათ თავში. წარმოიდგინე რომ აი ამ ხალხმა რომელიც ბიზნეს გამალებით ებრძოდნენ, კვირეები ქონდა ლელოს, ხო გახსოვს რომ ბიზნეს გავა ერთ კვირაში რუსეთში გაიქცევა რაღაცას გაიქცევა. კი, მერე? ლელო მარტო TBC-ის საშუალებით, აი 20%-იანი წილი აქვს ორ კაცს ლელოში. ის TBC მიშოვა 1.3 მილიარდი. 20% ხუთზე გაყავი ეგენ და წარმოიდგინე რამდენი ფული იშოვას ამ ქვეყანაში ხალხმა რომელიც ბიზნეს ებრძვიან და თან აფინანსებენ იმ სიგიჟეს რასაც შენ ეძახი გადატრიალებას და აი როგორ შეიძლებოდა იმათ რომელმაც ამდენი ფული იშოვეს რომელსაც აი წინასწარ დალაგებული გიჟური მესიჯები ქონდათ იდეა არ გააჭაჭანეს რამე რევოლუცია მოეწყოთ სინამდვილეში ეს ხალხი ფულშოულობს იმიტომ რომ ნებისმიერი ოპოზიციური აზრს დედაუტიროს და ამას ამ შეკვეთას ვინ შეიძლება გასცემდეს გარდა ქოცებისა შეიძლება ესენი იდიოტები არიან მეორე ვარცე არის უკიდეგანო იდიოტები არიან ვერაფერს ვერ ხვდებიან მაგრამ ეგრე არიან თავისი შინა იდიოტები ფულს ვერ იშოვიან ამ ქვეყანაში რაშუაშა ფული მილიონებს იდიოტები ვერ იშოვიან პოლიტიკური პროცესი და twini აბსოლუტურად და ბიზნეს წინააღმდეგ სახარჯავ ფულს იდიოტები ვერ იშოვიან ამ ქვეყანაში მე კარგი წარმოდგენა მაქვს ბიზნეს ინტელექტზე და ზოგადად ისე გამოყავთ რომ თითქოს ეს ასე არ იყოს და ბიზნეს გულუყრილო კაცი იყოს და აი ესენი რა ქნას შემთხვევით ჩალიქებენ ამას ბიზნესში ჩაერიოს წართვას გამემი ვიდეს და აყაჭაღოს გადაუფორმოს ის ბიზნესის ხოს თუ რა უნდა ქნას გამაგებინე არა შეუდიდოს ხაზარად ეს ფული კაია არა გამაგებინე რა უნდა ქნას აი ისე მოიქცეს როგორც სააკაშვილის რეჟიმი იქცევა ჩემთან წარმოიდგინეთ ჩემთან უამრავი ადამიანი მოსულა სხვადასხვა ადამიანი როგორც ჩემი გადაცემის დასაფინანსებლად კაი ერთი წამი კაი პოლიტიკურ პარტიის დასაფინანსებლად რო ვეუბნებოდი რომ ეს ყველაფერი საჯაროდ უნდა იყოს ყველას ვთქვამს ერთი და იგივე რომ არა ძმაო შარისკავი არა გასაგებია ამ სიტუაციაში ხო და ამათ ეს არ ვერ თავხდებით შეიძლება ამ სიტუაციაში და მე მგონი ვერ შევთავხდებით მაგრამ კაი შემდეგ შეკითხვას დაგისვევ რა ძალიან შენ ხშირად ახსენებ ხოლმე რეჟიმი რა არის შენთვის რეჟიმი მოდი ჩამოვყალიბდეთ ჯერ რა არის შენთვის რეჟიმი ერთპიროვნული მმართველობის სისტემა ზოგადად ეს არის რეჟიმი ხო თავის შინაარსით რეჟიმია ზოგადად ნახე აგიხსნი ხო და შეკითხვა აგიხსნი ნახე ანუ
რეჟიმი, ვიღაც ადამიანი, ერთპიროვნული მართველი შეიძლება იყოს კეთილი ადამიანი, შინაარსობრივად და არ უყვარდეს ადამიანების წამება. ხო. ის მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი კეთილი ადამიანია შინაარსობრივად, თუ მართლობის სისტემა არის ერთპიროვნული და ამ კაცის ნების გარეშე არაფერი არ ხდება. მაგრამ კეთილი კაცია, ხალხის ხოცვა არ უყვარს, ცოტას აწვალებს, ზოგჯერ მიბეგავს, ამოარტყამს, მაგრამ აი ფუნდამენტურად ჩრდილოეთ კორეა არ აქვს მოწყობილი. თავისი შინაარსით მე ზოგადად დაკლებად ვიყენებ სიტყვა რეჟიმს, უბრალოდ როგორც წესი ვიყენებ იმისთვის, არა, როგორც წესი იმ კონტექსტში ვიყენებ, იმ კონტექსტში, რომ ჩვენი კოლეგები რეჟიმს რო ეძახიან და მე ისე იქცევიან, თითქოს ეს რეჟიმი არ იყოს. ზოგადად როგორც წესი ამ კონტექსტში ვიყენებ, მაგრამ შინაარსობრივად რეჟიმს რასაც ვეძახი. რეჟიმი არის ის, რომ სამართლის პოვნა, ანუ სამართლიანობის პოვნა მარტო ერთი ადამიანის პრეროგატივაა, ან ერთი პარტიის, ერთი თავის პრეროგატივაა. და თქვათ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანები, რომელთაც ზესტაფონში ცხოვრობენ და ზესტაფონის მოსამართლეს და რამეს გადაწყვიტავენ, მათი პრეროგატივა თუ არ არის, თუ ეს სისტემა სჭირდება. ეს არის ჩემთვის რეჟიმი, თორე მე ზოგადად თავისი შინაარსით ეს დიქტატურა არის. უბრალოდ ვინაიდან ბიძინა არ არის ბოროტი ადამიანი, როგორც ჩრდილოეთ კორეის მმართველი, მე ვეძახი კეთილ დიქტატორს. თორე შინაარსობრივად, როცა ერთ კაც შეუძლია ყველაფერი, დანარჩენი უბრალოდ აი უბრალოდ რაღაცა წარმოადგენენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიფუთოს, თავისი შინაარსით ეს რეჟიმი აბა რა არის. ერთი წამით. კაი, ერთი წამით, აი ხალხის წამება, გაუპატიურებები, ციხეში ესეთი მოქცევა, ტერიტორიების ესეთი დაკარგვა, რომ საზოგადოება საერთოდ აზრი არ იყო, ომი იწყებოდა თუ არ იწყებოდა. და ეს უკვე ცუდი რეჟიმი იყო. ტელევიზიების წართმევა და ასე შემდეგ. ესეც რეჟიმია და ესეც რეჟიმია. არა კაცო, რა შუაშია, ის არის უფრო ცუდი, უფრო ხო არსებობს ჩრდილოეთ კორეაც ხო რეჟიმია. და რომელიღაცა ჩვეულებრივი დიქტატურა, სადღაცა ჩვეულებრივი დიქტატურა, ისიც რეჟიმია. ეს ორივე რეჟიმია, უბრალოდ ჩინეთის რეჟიმია, კომუნისტური პარტიის და ჩრდილოეთ კორეაც რეჟიმია, მაგრამ ერთი რეჟიმი არის ბევრად მკაცრი და ანტიადამიანური, მეორე რეჟიმი უფრო შედარებითი ჩარჩოებშია მოქცეული. ამიტომ სიტყვა რეჟიმს განაპირობებს ის მართლობის სისტემა, რომელიც შენ გაქვს მოწყობილი, სადაც უბრალოდ არ გაქვს აპელაციის შესაძლებლობა. როცა ერთი კაცი გეუბნება, რომ ასე არ შეიძლება, შენ არ გაქვს აპელაციის შესაძლებლობა. სადმე წახვიდე და გაასაჩივრე ეს ნათქვამი. და ეს არის რეჟიმის განმარტება, სხვა განმარტება უბრალოდ ანუ ერთ თავში მოხარშული ამბავი არის რეჟიმი, ხო? მაგას იცი. ქვეყანა იმართება ერთი თავში მოხარშული ამბებით. ეს არის რეჟიმი. კაი, მაშინ ეს შეკითხვას დაკისმევ რა. რა არის deep state-ი შენი აზრით? ჩრდილოვანი მართლობა არის თუ არ არის? და თუ არ არის, მაშინ მითხარი. მაშინ მითხარი ერთი წამით, რატო არის იმაში, რა ქვია, გერმანიაში პარტია აკრძალული, ალტერნატივა გერმანიისთვის, რატო მოხდა რუმინეთში ის, რაც მოხდა, რომ მოგებული კანდიდატი არ გაუშვეს იმაში და საერთოდ რა ხდება ევროპაში? ერთი თავით იმართება რეჟიმია ევროპა? ჩვენ ახლა მაგალითად ერთი თვენახევრის წინ ვიყავით გერმანიაში და მათ შორის ხარს ვუჭერდით იმ პარტიას, რომელზეც ჩვენ საუბრობ, ალტერნატივა გერმანიისთვის, დანარჩენ სხვა რაღაცებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები გვესმოდა, შევხვდით მათ წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებზეც ვკითხეთ, ანუ ველაპარაკეთ ამ ხალხს. არ ვეთანხმებით მათ აკრძალვას და ხარს უჭერთ ამ შემთხვევაში ელონ მასკს და დონალდ ტრამპის პოლიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ბრძოლა პოლიტიკურ პარტიებთან არ შეიძლება. ანუ რეჟიმია. რას ნიშნავს რეჟიმი? მაგას კი რეჟიმი ერთი თავით თუ რაც კიდე ის დავარქვა. ერთი ოჯახით თუ ერთი ჩრდილოვანი კაბინეტით იმართება დღეს ევროკავშირი, ხო? ამას იძახი? ნახე, არის გერმანიის ყველგან სახელმწიფო ნიშნავს ვერტიკალს, თავისი შინაარსით. ვერტიკალის სათავეში ზოგჯერ მოდიან, როგორ გითხრათ, ჩემგან განსხვავებული ვისაც მე არ ვეთანხმები, მიდრეკილი ავტოკრატიისკენ, მიდრეკილი რეჟიმობისკენ, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანები მოდიან. მაგრამ იმის გამო არ არის რეჟიმი სადღაც, რომ იქ არსებობს რაღაც საშუალება, რომელსაც ქვია სასამართლო, სადაც შენ ამას გაასაჩივრებ შინაარსობრივად და რაღაცა ტიპის შედეგს მიიღებ. და სადაც ჩვენ ვიცით რომ გასაჩივრებას აზრი რაღაცა ტიპის შედეგი რას არ უსამართლო შედეგი კაცო მეორე პარტია აქვს ქვეყანა ჩვენ საუბრობთ გერმანიის მეორე პარტია გასაგებია მაგრამ უსამართლო შედეგი თუ მიიღო იმ მეორე პარტიამ პარტიამ ჯერ არ ისულ აქამდე თუ აიკრძალა პარტია მეორე პარტია თუ აიკრძალა იქაც რეჟიმია მაინც კაი ლეპენი აუგზალა ლეპენს აუგზალეს ლეპენი მონაწილეობდა სამართლიანად იცით როგორ არის რომ მე ბევრი უსამართლობა მგონია ევროპაში მე არ მინდა ამ წუთას ლეპენის მოწინააღმდეგეების გამართლებელი ვიყო იმიტომ რომ ჯერეთი არ მაქვს ასეთი ინფორმაცია რომ რაღაცა ვთქვა მეც სასამართლო აუგზალა სიგიჟე იყო და არ გამორიცხავ რომ რუმინეთში რეჟიმი იყოს მე არ ვიცნობ უბრალოდ რუმინულ პოლიტიკას ისე ერთი კონკრეტული ფაქტი და შენ გონია რომ ცალცალკე ისინი ხელით კი რა თქმა უნდა ახლა საქართველოს სომხეთი ერთგივე ხო არ არის საქართველოს და სომხეთი არ არის მაგრამ ევროკავშირი ერთი და იგივეა არ არის არა როგორ არ არის შეუძლებელი ერთ თავში
მოხარშული ამბებია. არა, შეუძლებელია ევროკავშირში. როგორ არა? სხვადასხვა ქვეყნები არსებობენ, სხვადასხვა კანონები აქვს, სხვადასხვა ტრადიციები აქვს და ევროკავშირი შეიძლება ყველასთვის რაღაც ტიპის ორბანს რას უკეთებენ ვერ ხედავ? რატო უკეთებენ? ორბანი ვის აკლებს? არა, რაშუაშია ვისაკლებს, რატო ესე უსამართლოდ რატო გავიქცევთ ყველა თემებზე ნუ გავიქცევთ. მე არ მოწინააღმდეგე ვარ ევროკავშირის. მე არ ვარ ევროკავშირის მომხრე. ანუ მე არ მიყვარს. არა, მე სხვა რაღაცას მე სხვა რაღაცის შენი მომხრე. აზრით არსებობს თუ არ არსებობს ჭრილოვანი მართლობა. რაც გინდა ის დაასრულე რა. გიპასუხე. მოდი იქიდან წავიდეთ რომ მოდი ჯერ ადამიანმა რამე გაიგოს ვიყურებს. რეჟიმობას, ანუ თუ სასამართლო შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლება ცუდად იქცეოდეს, როგორც პროკურატურა შეიძლება ცუდად იქცეოდეს, მაგრამ იქ თუ სასამართლო არსებობს, ის სასამართლო მისი აპელაციებით, მისი რაღაცეებით არის ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რეჟიმი არ დამყარდეს. გესმის? ჩვენ ვინაიდან ეს ინფრასტრუქტურა მოშლილი გვაქვს, ამას ახლა რავი არასდროს არ ყოფილა, მაგრამ მიშამ საბოლოო ჯამში დედაუტირა, ქოცემმა გადაიბარეს ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც დაგვიწვას რეჟიმობისგან და დანარჩენ უკვე დამოკიდებული ვართ რეჟიმის თავში, ვინც არის ის როგორი ხასიათის არის. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ბიძინა ცუდი ხასიათის იყოს, ღმერთმა თუ დაგვიფაროს იქ, რომ ვინმე ცუდი ხასიათის ადამიანი მოვიდეს, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ან სადღაც არის, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეს რეჟიმია თუ არა და ეს როგორ რისკებს აჩენს, იმას გეტყვი რა, მართლა რამე დაემართოს, ღმერთმა ასწელილა ცოცხლს, მაგრამ რამე რო დაემართოს, ფეხი რო გადაუბრუნდეს და უცბად ეს ძალაუფლება რომ ცუდი კაცის ხე შენ რო არ მოგწონს, ისეთი კაცის ხელში ჩავარდეს. ამ ხელა ძალაუფლებით, რომელიც მას გააჩნია ერთპიროვნულ მართლს, რამხელა ცუდი საქმეების გაკეთება შეიძლება. შენთვის, ჩემთვის, ბიძინას ოჯახისთვის, ვიღაცას გააჩნია. ყველაფრის რაც შეიძლება. მე გეტყვი, მაგ ძალაუფლება კი არ გააჩნია. ავტორიტეტი გააჩნია. აი ეს არის მისი ძალაუფლება. ხო და ნახე წარმოგიდგენთ. საბუთში არაფერი ძალაუფლება არ გააჩნია. მაშინ მოდი ესე თქვა, კი ბატონო, შეიძლება გეთანხმები, მაგრამ ნახე, თუ მე შენო ბოლომდე დაგეთანხმო, ამისთვის უნდა დავწმუნდე. დარწმუნებისთვის არის საჭირო, მოდი გაყარე რუსიძეები და ვიღაცების სასამართლოდან, ავირჩიოთ ქართველმა ხალხმა ჩვენი მოსამართლეები და არჩეული მოსამართლეები, როგორც ახლა ხო არის ხალხი, რომელიც სულიერი მოძღვრის ავტორიტეტს ითვალისწინებს, პატრიარქის ავტორიტეტს ითვალისწინებს, არ ჭირდება იქ თოფიანი კაცის ავტორიტეტის გათვალისწინება. აი მე შენს გვერდზე არ დამანახო თოფიანი კაცი, რომელიც ჩემი პატიმრობა შეუძლია ციხეში წაყვანა და მაგის მერე მელაპარაკე შენს პირად ავტორიტეტზე. აი იქ რაც დარჩება ამის გარეშე. ისინება შენი ნამდვილი პირადი ავტორიტეტი, თორე მე განა იმას ვამბობ, რომ ბიზნეს პირადი ავტორიტეტი არ არის. სასამართლოზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი და გარკვეულწილად რაღაცაში გეთანხმებოდი. მაგრამ რომ დავფიქრდი, აი ესეთ იმამდე მივედი რა. მეთქი აი მართლა ხო? აი რა თუნდოდა იმ ძველის გადმობარება. დაუშვა და შენ არ დაუჭერი ხარ რუსეთის სასამართლოს თავის დროზე? მახსოვსო დაგიჭირე. არა, მე არ დაუჭერი ვარ. მე არ დაუده ვარ. მე მარტო მცემდნენ ხოლმე რა. ამ დროს არის აქეთ მხარეს ეს უცხოურის გავლენის ამბავი, რომელიც ითხოვს რომ მოიტათ რა ეს სასამართლო ჩვენ რა. არა, ქართულ ხალხს მივცეთ, ხალხს ავარჩევინოთ, უცხოელებს ატონა მივცეთ. მე არ არა, ამ ბრძოლაში როცა ხარ, არ არის მაგის დრო აღარ ჩება. გესმის, ამაში აღარ ჩება. ანუ იმას უნდა მივცე, ან უნდა გავწევიო და გავაცლიერო. კაცო, ხალხს მიეცი. შენ ხო ამ ბრძოლაში რო ვარ, ვეღარ ვაძლევ ხალხს ამ ეტაპზე. არა, ხა ბრძოლებში შენ სულ მე გეუბნები ამ ეტაპზე ვეღარ ვიცლი მაგისთვის რომ ეს დავიწყო ეს პროცესი რა. გესმის, იმიტომ რომ აქედან ვიტევე რომ აიტე უნდა გამომგლიჯონ ეს სასამართლო. გესმის? ჩემი აზრით, სამდვილეში ის ვინც შენ გიტევს, მათი უდიდესი ნაწილი შენ თვითონვეა შენ თვითონვეა დაფინანსებული, რომ აი ესეთი ცრუი ერიშები მოგიწყოს, რომლითაც ამორჩევლები იფიქრებს, რომ თვითონ შენ მართლა გიტევს. რა შეთქმულების თეორიაში მიდია. გვარამია ციხიდან გამოუშვა იმისთვის, რომ მე შენ შეგიტიოს და პრეზიდენტი შენ თვითონ დანიშნო, მე რომ შენ შეგიტიოს. ესე იგი ყველაში პრემიერი შენ თვითონ დანიშნო რომ შენ შეგიტიოს. ესე იგი შენი ზახი რომ ყველა შენ თვითონ გიზის ციხეში რომ შენ შეგიტიოს. ეს არ არის დამაჯერებელი. შენი ზახი რომ ყველა შეკრულია აბსოლუტურად. ვიღაცა სასარგებლო ვიღაცა შეიძლება იყოს. შენ არ ახარ შეკრული. მე არ ვარ შეკრული. დაუშვათ. ყველა შეკრულია შენგან და ყველა შეიძლება არ იყოს თქო. ხო, დაუშვათ ერთეულები რა. ძალიან მაგარი ყოფილა რა. მაგრამ ვიდამბობს კაცო სუსტია, მაგრამ მეტი შეუძლია. მეტი შეუძლია, ანუ შენ მეტი შეუძლია შეიძლება და გეთანხმები რომ შეუძლია, მაგრამ ამ მეტი შეძლებას დრო ჭირდება. არა, დრო არ არის. ეს სასახლა აკეთებს. შენ კიდე ეს უკვე ხელს გიშლის მეტის მიღწევაში, აი ესეთი გუშინვე ეს ყველაფერი. არა, ნახე. აი მე ესე მგონია წარმომიდგენია რა. ის რასაც შენი ძახი რომ აი ერთპიროვნული და გაწეულიყო და არ გაწეულიყო კაცო. არა, ერთი ძახი. რო გაწეულიყო ეგეც კი ჯობდა თქო, თორე შეიძლება არ გაწეულიყო და უკეთესი მიეღწია.
შენ რა იცი რომ დაუშვათ თვითონვე არ დაგეგმავს ახალგაზრდებს არ მოიყვანს პოლიტიკაში და ამათვე ოპოზიციაშივე თვითონ არა ეგ არა არსებობს რაღაცეები რომლის შენ თუ მეტი შეგიძლია ზოგადად და მართლა ჩალიჩობ იმაზე რომ ნომერ პირველი იყო საქართველოს თელ ისტორიაში შენ სივიდან გამომდინარე შენ მაგალითად ისეთი ტრადიცია როგორც არის ტყვეებით ვაჭრობა არ უნდა აღადგინო და ახლა ჩვენ რასაც უყურებთ ეს 50 კაცი რო დაჭერილია, იქ ვიღაცა რო დაჭერილია, იქ ვიღაცა ოქრუაშვილიო ციხეში ზის. ეს არის ტყვეთა გაცვლის კლასიკური შემთხვევა და ტყვეთა ცვლა არ არის ზოგადად. აი როგორც ყლელობა, ყლელი რო ხარ, კაი საქმე არ არის. შენ რაღაც კაი ბიზნები გქონდეს, მაგრამ კაც თუ კლავ არ არის კაი. ზუსტად ასევე ტყვეთა სყიდვა, ტყვეთა გაცვლა გამოცვლა არ არის სწორი. ისე შეგიძლია საქმეები მოაგვარო სიტყვით და ლაპარაკით და ავტორიტეტით და არ არის რომ ვიღაცა ციხეში გეჯდეს და იმათი თავისუფლებით ვიღაცებს ევაჭრებოდე. ეს ხო არ გჭირდება და ეს ევაჭრება ვიღაცა რა ქვია ამასაც არ ხდება. კაცი არ მივიდა იმაზე რა ქვია გამოცხადებულ ამბავზე რომ თუ არ მოყვალთ ან დაჯარიმდებით ან ერთწლიანი სროკია არ მივიდა. ხო და აი ზოგადად ერთწლიან სროკზე კაცო ციხეში რო არ სვამენ ხო იცი. ერთწლიან სროკი რომ მაქსიმუმი წერია. იმ პროცესზე არ მისვლის გამო კაცი რო ციხეში არ უნდა ჩასვა ხო ფაქტია. ერთწლიან სროკზე. არავინ არ მივიდა. ხო და ნუ ახლა ისე უნდა მოახერხო. ხალხი იქ არასწორი დაბიჯიგა გადადგმული რომ ძალით გინდა ხალხს მიიყვანა და ძალით არ უნდა მიიყვანო იქ ხალხი. და დებით უნდა მიიყვანო და ეს აზუსი არ დაგიგება. ვინ არის ნებით? რა მოიწვე იმედზე ჩაატარე შენ მოიწვე ხავი არის იქ ნებით. არ მოვიდა შენ და ზურა ჯაფარიძე რომ დაიბარე. მოუყვანე თეატროლოგია და დაკითხოს. მე და კომისია ერთი ვარ კაცო. კომისია არ არის ოფიციალური ამბავი. შენ რაღაცა კანონი მიიღე რითაც პირობითად გურამ მაჭარაშვილს და იმას რა ქვია ვიღაცა კიდე სხვა ადამიანს სოზარსუბარს მიანიჭე ხალხის დაჭერის უფლებამოსილება ეს რამეს სული ეს ხო შენ მოიგონე შენს თვით თავშია ფიქცია და არა ის რომ რაღაცა ამით რაღაცა სიწმინდე გადავიდა ხალხი საზოგადოების შეკვეთაა შენ გესმის საზოგადოების შეკვეთა ეს იყო 2015 წელს 2025 წელს ეკონომიკური განვითარება დასავლეთის ინტეგრაცია ამისი მეთქი გეუნები მაშინ არ ქონდა ამის ძალა ჩაგრავდნენ მაშინ პლენში ყავდა ხო ეს ლომჯარიას დანიშნა მაგას ნიშნავს არა ლომჯარია მაშინ მოწონდათ მაშინ მოწონდათ არა ისა კაი რა ნუ გაახურეს რა ისა რაღაც გახარია მოწონდათ არიცოდენ NGO-შიც არო იყო და მოწონდათ მაგრად ხო არა ნუ აბარა ეხლა სიტუაცია იყო შიგნით იყო იცი როგორ არის გია იცი როგორ არის რომ აი ხო იცით რომ გახარია რომ თვალს აპაჭუნებდა და რომ ხალხი უნდა მიმხვდარიყო ეს რას გულისხმობდა შინაარსი კი არ ქონდა რამე კონკრეტული მაგრამ აი თვალი ჩააპაჭუნება რაღაცას ნიშნავდა ზუსტად ასე არის ქართული ოცნების ნარატივი რომ აი ჩვენ არ ქონდა ამის საშუალება გვებძოდნენ ხო გესმით მაგრამ აი რატომ უნდა მესმოდეს ეს რა აკლდა ქართულ ოცნებას იმისთვის რომ ნინო ლომჯარი არ დაენიშნა თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მიეღო გახარია პრემიერად არ აერჩია და არ ეძახა რომ ეს არის ჩვენი რაღაცნაირი მინისტრიო და მთელი ამბავი ქებადილება რო არ დაეწყოთ მე მგონია რომ ეს არის მართლა აი რაღაცა მინიშნებასავით რომლის უკან არაფერი არ დგას მაგრამ იგულისხმება რომ ხალხი უნდა მიხვდეს გესმის და არ არის ეს მისახვედრი ნუ არასდროს არ ჩაგრავდნენ ბიძილას არასდროს არ ჩაგრავდნენ ამ ქვეყანაში კაი ეგრე იყო შეიძლება სხვადასხვა აზრზე ვარ და რა თქმა უნდა ვართ კიდევაც ამ შემთხვევაში და მე მგონია რომ რა ვიცი მაპატია ამას რო გეუნები მაგრამ აბსოლუტურად მტკიცებულებებს რო ვითხოვ ეს არის პრობლემა მე ხო ვითხოვ მტკიცებულებებს თვალს ნუ მიპაჭუნე მე დამიდებ მტკიცებულება და შენსკენ გადმოვალ პრობლემა არ მაქვს მაგის დროც მოვა. 12 წლის არ შეიძლება ყველაფერი ერთ დღეს. არ შეიძლება ყველაფერი გუშინ გინდოდეს რა. არ შეიძლება. არა გასო შენ თვითონ მწყებ ლაპარაკს. შენ თვითონ გახსენი ეს ბაზარი. ხო პირობითად. გავხსენი და თუ გახსენი დადემტკიცებულება. მე რატო უნდა დავდო კაცო? ვინც ბაზარს ხსნის? როცა დრო მოვა ის დადემტკიცებულებას. ახლა რატომ მაშინ დრო ამერიკის ელჩი შევიდა პრემიერ-მინისტრად და ურახუნდა ტუფლი მაგიდაზე. ურახუნდა მე რა მოხდა? დაიდება. არა მე რა პრობლემაა ელჩი ურახუნებდეს სადღაც კამათი ხონდეს ჩხუბი ხონდეს და პრობლემაა. მაგრამ უნდა იყოს რომ ომში შატრევა უნდოდა. ხო დაიეგო და დაიდოს კი. თვალე ჩაბატონებდა დაჟე რა. გეუნები და კაი დავანებოთ ამას თავი პრინციპი დაიდოს მტკიცებულება დაიდოს განოდივარ შესწავლეთ რა კარგი მოკლედ რა ისი თქმა მინდა იცი იაგო და ესე რა ვიცი ხა პრინციპში ერთადერთი კაცი ხარ ოპოზიციაში ვისაც ასე თუ ისე შემიძლია მოусმინო და ის მაგრამ გული მწყდება იმაზე რომ მართლა აი ხა ჩემი მხრიდან და ჩემში განსტილი ემოციებიდან გეუნები რა რომ აი ეს რას მე ვახსენე რომ აი ეს პულსის ცემა რა ქართული შინაგანი რაღაცა ის რომ რა მე მგონი რომ აი ბოლომდე ვერ გზნობ რას გზობს ქართული საზოგადოება ამ სიტუაციაში გეტყვი ნახე შეიძლება მართალი ხარ და გეტყვი რაში შეიძლება დაგეთანხმო ნახე ქართულ საზოგადოებას ახლა შეიძლება უნდა ჩხუბი
ზოგადად ანუ ჩვენ არჩევნები მაგალითად ოპოზიციური ამორჩეველი ძირითადად იყო ამორჩეველი რომელიც იძახდა რომ მე ხმას ვაძლევ ადამიანს რომელსაც ზუსტად ვიცი რომ პარლამენტში არ შევა და მე ვამბობდი რომ მე არ ვარ ეს ანუ მიუხედავად იმისა რომ აი როგორც ახლა შენოვნები ვერ გზნობ შენ პულსის ცემასო იქით ამ ხარეს ეს ფორმულას ეთერში რომ დამებარეს ისინიც მეუბნებოდნენ რომ შენ ვერ გზნობ პულსის ცემასო შენო ხოცებთანო არ გამორიცხავ თანამშრომლობასო შენო მათი დახოცვა არ გინდაო აი ჩვენო ის ხალხი ვართ ვინც მათი განადგურება გვინდაო ხო და მე არ მინდა სიმართლე გითხრა არც ხოცების განადგურება არ მინდა არც მეორე მხარის განადგურება არ მინდა მე გამოვრიცხავ რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია 1 მილიონმა კაცმა განადგურება არ გინდა პოლიტიკური განადგურება მე გამოვრიცხავ გეტყვი ახლა ნახე მე გამოვრიცხავ რომ ამ ქვეყანაში 1 მილიონმა კაცმა 9 მილიონი კაცი გაანადგუროს მე მინდა შემრიგებლობა როდესაც აი ჩხუბს მორჩებიან და როდესაც დაიღლებიან ამ ხელების ქნევით როდესაც უფრო დიდი საფრთხე გამოჩნდება მე მინდა ვიყო ადგილი რომელსაც ყველას ეცოდინება რომ სულ შერიგება უნდოდა და მიუხედავად იმ ცდუნებისა რომ ეუბნებოდნენ რომ შენ კარგად არ გესმის რომ ხა ჩვენ ჩხუბის ხასიათზე ვართ შენ რაღაცას ახლა ტოვებ იმ კარგად არ უყურებ ხალხის ნებას შეიძლება ვუყურებდე შეიძლება ხედავდე რომ ჩხუბი უნდათ მაგრამ მე არ მივყვები ხალხს იმაში რომ ერთმანეთს ეჩხუბონ მე ხალხს მხოლოდ იმაში მივყვები როდესაც შერიგება მოუნდებათ ხო და ვიღაც უნდა არსებობდეს ამ ქვეყანაში ვისაც იმის ავტორიტეტი ექნება რომ მოჩხუბარი მხარეები შეარიგოს იმითი რომ ორივეს მხოლოდ იმიტომ ეჩხუბებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რომ არ რიგდებოდნენ კაი დიდი მადლობა მოკლედ მე რაღაცას გეტყვი რომ მე ჩემი აზრით რა თქმა უნდა რომ შერიგება აქ არანაირი მოსეტანი არ არის იმიტომ რომ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა რომელთაც შერიგებას არ შეიძლება რა მაშინ შენც ის გამოდიხარ რა. მაშინ შენც წამებელი გამოდი. არ არსებობს ეს პოლიტიკური ძალა განადგურებულია ჩემი აზრით. ხო, პოლიტიკური ძალა უნდა ხელოვნურად ასუნთქებენ ახალ ძალას. პოლიტიკური ძალა ზუსტად ეგ პროცესი მიდის რომ განადგურეს იურიდიულად ფურცელზე. ეს პროცესი მიდის ეხა ხელს და ამაში ვერანაირად ვერ შეუძლია საზოგადოება. არა, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ქართული ოცნებისა კიდე თავის ამორჩევას როგორ ატყუებენ რომ შეპირდნენ რომ всё ბოლო არჩევნები იქნება მეტი ნაცები აღარ იქნებაო. და დღეში ღებულობენ 50 კანონს დაჩქარებული წესით. და ნაცების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას ვერ მოვასწრებთ ამ არჩევნებზეო. ამ არჩევნებზე ნაცები იქნებიან და მე მიხედავთ. და რატო ხდება ეს? იმიტომ კი არა რომ ვერ მოასწრებენ, არამედ იმიტომ რომ მე ვერ ხვდები ქოცებმა როგორ უნდა ჩაანაცვლონ სიტყვა ნაცი. მას შემდეგ რაც ის არ იარსებებს. სიტყვა მტრის სინონიმი ასე სწრაფად ნაცი როგორც არის საქართველოში გავრცელებული, ვერაფერი ვერ გავრცელდება. და სწორედ ამიტომ ხდება ეს. შენ გაქვს სხვა რამე უკეთესი ფორმა. კი, როგორ არა? ტრობა უნდა დავამთავროთ. ტრობა უნდა დავამთავროთ. ნაცები არ არსებობს. ნაცურმა, პოლიტიკურმა, ისტაბლიშმენტმა როგორ არ უნდა იარსებობს? ამის ფორმულა რა? კი, მაგალითად მიშას გაურიგდი იმაზე, რომ დაშალე ნაცმოძრაობა და გამოგიშვებ ციხიდან. და აღარ იარსებობს ნაცები. აუ, კაი და. და რა ვქნათ? მე სხვა პატიმრებს რა ვქნათ? რომელ სხვა პატიმრებს? აი, ვისაც ისმის სამართლის დამნაშაულებები ჩადებული. აუ, და რატო უშვებთ მიშას? მიშა რის გამო ძის მაგის გამო არ არის დასაჭერი. მიშა რის გამო ძის იმის გამო არ არის დასაჭერი. მის გამო რიჩარის გამო დასაჭერი იყო იმის გასამართლება ვითომ ახლა დაიწყეს და თან არასწორად. მაიცეს 7 ნოემბრის გამო არ არის გასასამართლებელი მიშა. არა მიშა რის გამოც არის მიშა გითხარი რის გამოც არის გასასამართლებელი. ძალიან ბევრი რაღაცები არის შურიზიება მიშაზე და არასამართლიანობა. ძალიან ბევრი რაღაც. კარგი. დიდი მადლობა მოკლედ ყურადღებისთვის. ძალიან ემოციური გადაცემა გამოგვივიდა. დიდი მადლობა იეგო რომ იყავით ჩემი სტუმარი. კარგად ბრძანდებოდით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. კარგად იყავით. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოითხოვს გამოძიება დაიწყოს კამალა ჰარისის მიერ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის სანაცვლოდ ცნობილი ადამიანების შესაძლო დაფინანსების საკითხზე. რამდენი გადაუხადა კამალა ჰარისმა ბრიუს სპრინგსტინს ცუდი მუშაობისთვის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიისას, რატომ აიღო მან ეს ფული, თუ კი კამალას ასეთი თაყვანისმცემელია. ეს არ არის მსხვილი და უკანონო შენატანის წინასაარჩევნო კამპანიაში და რამდენი დახარჯა ბიონსეზე, ოპრასა და ბონოზე. მე მოვუწოდებ ამ საკითხის სერიოზული გამოძიებისკენ. კანდიდატებს არ აქვთ უფლება მხარდაჭერისთვის ფული გადაიხადონ, რაც კამალამ გააკეთა გართობის დაფინანსების საფარქვეშ. გარდა ამისა, ეს იყო ძალიან ძვირადღირებული და სასოწარკვეთილი მცდელობა იმისა, როგორმე გაეზარდა დამსწრეთა რაოდენობა. ეს უკანონობაა. ამ არაპატრიოტი არტისტებისთვის ეს ყოველთვის იყო კორუმპირებული და უკანონო გზა ფული ეშოვათ ამ ჩამოშლეს სისტემაზე. მადლობას გიხდით ამ საკითხის მიმართ ყურადღებისთვის, განაცხადა ტრამპმა.
კრემლი და თეთრი სახლი ზელენსკის კვლავ მეორე პლანზე წევენ და არ განიხილავენ მას როგორც საკვანძო მომლაპარაკებელს კონფლიქტის დარეგულირებაში, წერს პორტუგალიური გამოცემა პაბლიკო. შეერთებული შტატების წამყვანი როლი რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში და შესაძლო შეხვედრა ტრამპს და პუტინს შორის კიევს კვლავ დამკვირვებლის მდგომარეობაში აყენებს. მოლაპარაკებების ბოლოდროინდელმა რაუნდმა სტამბოლში, რამაც ურთიერთბრალდებების და შეურაცხყოფის ფონზე ჩაიარა, საგრძნობის შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების როგორც შუამავლის მნიშვნელობას. ტრამპის ადმინისტრაციამ თავად პრეზიდენტის და სახელმწიფო დივნის მარკო რუბიოს სახით მკაფიოდ გამოხატა, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებით. უკრაინას ამ ფორმულაში მეორე ხარისხოვანი როლი აქვს და იძულებულია იმოქმედოს ევროპელი მოკავშირეების ზეწოლის ქვეშ. მართალია რუსულმა დელეგაციამ სტამბოლში საკუთარი პირობები უკვე გაახმოვანა, თუმცა კრემლმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიევს ცეცხლის შეწყვეტისთვის მოთხოვნების ოფიციალურ ჩამონათვალს გაუგზავნის. უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის ეს საკვანძო საკითხია, მაშინ როცა მოსკოვი მოითხოვს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს მოლაპარაკების პროცესის შედეგი და არა დასაწყისი, როგორც ეს უკვე იყო მაგალითად კორეაში ან ვიეტნამში. ამ პირობების ადრესატი მხოლოდ უკრაინა არ არის, არამედ შეერთებული შტატებიცაა, რომელსაც მოსკოვი თავის ძირითად ოპონენტად და დიალოგში პარტნიორად განიხილავს. ასევე მოსკოვი არ გამორიცხავს შეხვედრას პუტინს და ზელენსკის შორის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციების დონეზე წინასწარი შეთანხმება შედგება. ზელენსკის მცდელობა პირადად შეხვდეს პუტინს, შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკურ იმპროვიზაციად აღიქვა, რამაც მხოლოდ გააძლიერა რუსეთის მისწრაფება განაგრძოს მოლაპარაკება მხოლოდ ვაშინგტონთან. გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპს არ მოეწონა ზელენსკის ნაჩქარევი ქმედებები და მის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გამოწვევა. სწორედ ეს გახდა სტამბოლის შეხვედრაზე დაძაბული ატმოსფეროს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ნათქვამია სტატიაში. შეერთებული შტატები თავის მხრივ მსონსდებს კრემლთან დახურულ ორმხრივ მოლაპარაკებაზე და ზეწოლას ახდენს კიევზე, რომ მან გაიზიაროს ამ ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებული გადაწყვეტილება. ევროპას ამ კონფიგურაციაში სტატისტის როლი აქვს პოლიტიკური მონაწილის, რომელსაც გავლენის რეალური ინსტრუმენტები არ გააჩნია და შეზღუდულია ვაშინგტონის პოზიციის დამიშიშით. ტელეგრაფის ცნობით დიდ ბრიტანეთში სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რომ სტოუნჰენჯი შავკანიანმა ადამიანებმა ააშენეს. ანალიტიკური ცენტრის Policy Exchange-ის თანახმად, ქვეყნის ისტორიის საგანგაშო სასკოლო პროგრამების დეკოლონიზაციისკენ მისწრაფება ძალიან შორს ავიდა. ციკლში სახელწოდებით ბრწყინვალე შავი ბრიტანული ისტორია, რომელსაც დღემდე იყენებენ სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამტკიცებს, რომ ბრიტანეთი შავკანიანების ქვეყანა იყო თეთრი ადამიანების გაჩენიდან 7000 წლამდე. ანალიტიკურმა ცენტრმა აღმოაჩინა, რომ ზოგად საგანმანათლებლო სკოლების 83%-მა შეცვალა თავისი სასკოლო პროგრამა ისტორიის საგანში მათი დეკოლონიზაციის მიზნით, რაც ჩვეულებრივ გულისხმობს ისეთი თემების შემცირებას ან პროგრამიდან ამოღებას, რომლებიც თეთრკანიანების მამაკაცების ან ევროპულობისთვის ზედმეტად სასარგებლოდ მიიჩნევა. ანგარიში ნათქვამია, ზოგიერთ შემთხვევაში ამას დადებითი გავლენა ჰქონდა, რადგან მოსწავლეებს აზიარებდნენ მრავალფეროვან და ცოდნით გამდიდრებულ კვლევებს, რომლებიც უკვე მოიცავენ ბრიტანული ისტორიის საკვანძო სფეროებს, როგორებიცაა ქალთა საარჩევნო მოძრაობა, ასევე მსოფლიო ისტორიის უფრო ფართო სპექტრი. თუმცა ბევრ შემთხვევაში პროცესი ზედმეტად შორს წავიდა, რამაც გამოიწვია წარსულის ფაქტების რადიკალური და სადავო ინტერპრეტაციების სწავლება, ან ის, რომ ისტორიის ძირითადი მამოძრავებელი ძალების ღრმა შესწავლა შეიცვალა ანეკდოტმა საინტერესო ბიოგრაფიის შესახებ. გამოუვიდა უამრავი შემთხვევა, როდესაც უხარისხო რესურსებს იყენებდნენ სადავო ნარატივების, როგორც ფაქტების სასწავლებლად, ნათქვამია ანგარიშში. მაგალითად, ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც სკოლებში იყენებენ, ნათქვამია, რომ სტოუნჰენჯი ააშენეს შავკანიანმა ადამიანებმა, ხოლო უფასო რესურსებში, რომლებსაც კლასებში იყენებენ, მიესალმებიან მონის სასქესო ორგანოზე ოპერაციას, როგორც სქესის შეცვლის ფორმას. ირანის უმაღლესმა ლიდერმა აითოლა ჰამენიემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უნდა წავიდეს რეგიონიდან, ხოლო სიონისტური რეჟიმი არის კიბო და ის უნდა მოიკვეთოს.
თუ კი ამერიკა ვერ უზრუნველყოფს ამ რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას და თუ კი ადამიანები ვერ იცხოვრებენ აქ მშვიდად, ის უნდა წავიდეს. ეს რეგიონი ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ თავად გადავწყვეტ ჩვენ ბედს. ამერიკული ჩარევის, ომების და კორუფციის გარეშე სიონისტური რეჟიმი ისრაელი რეგიონის ყველაზე სახიფათო სიმსივნეა. ჩვენ სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგი ვართ და ის უნდა ამოიკვეთოს. რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, ვიდრე ის არსებობს, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. რუსეთს და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პერიოდში ახალი სანქციების დაწესებით ევროკავშირი აბსოლუტურად არაგულწრფელია, როდესაც ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობა სურს, განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა რობერტ ფიცომ. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და გუშინ გავოგნდი, როდესაც მოვისმინე, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მივიღოთ უზარმაზარი სასანქციო პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. ღმერთო ჩემო, ახლა, როდესაც როგორც იქნა გამოჩნდა მოლაპარაკებების პირველი ნიშნები, მათ სულ ცოტა მოილაპარაკეს ტყვეების გაცვლაზე და მოლაპარაკებები გაგრძელდება. ხოდა ვის უნდა ახლა ომი და ვის მშვიდობა? როგორ შეიძლება, რომ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მიდის, სწორედ მაშინ მოამზადოს სანქციების მასირებული პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მთელი ეს ლაპარაკი, რასაც მე დასავლეთში ვისმენ, აბსოლუტურად არაგულწრფელია. თუ კი საქმე მართლაც ეხება მშვიდობისკენ სწრაფვას. უცებ ყველა მშვიდობაზე ალაპარაკდა და აქამდე სად იყვნენ? 3 წელი უკრაინელებს და რუსებს ამ ომში ერთმანეთს აკვლევინებენ. ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს გეგმაზე, რომლის თანახმად 1 მილიონი პალესტინელი ღაზიდან ლიბიაში უნდა გადასახლდეს. NBC News-ი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას, რომელშიც თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გეგმა საკმაოდ სერიოზულად მიიჩნევა და ადმინისტრაციამ ის უკვე განიხილა ლიბიის ხელმძღვანელობასთან. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები უცნობია და საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. გამოცემის წყაროს თქმით, პალესტინელების გადასახლების სანაცვლოდ ადმინისტრაციას პოტენციურად შეუძლია ლიბიას მილიარდობით დოლარი გამოუყოს. ლაპარაკია თანხაზე, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 10 წელზე მეტი ხნის წინ გაღინა. ჰამასის მაღალჩინოსანმა ბასემ ნიმამ განაცხადა, რომ ორგანიზაციისთვის უცნობია ლიბიაში პალესტინელების გადასახლებასთან დაკავშირებული რაიმე განხილვაც კი. პალესტინელები თავიანთ სამშობლოსთან ძლიერად არიან დაკავშირებულნი. ისინი მზად არიან იბრძოლონ და ყველაფერი შესწირონ საკუთარ მიწას, სამშობლოს, ოჯახების და თავიანთი შვილების მომავლის დაცვას. უთხრა გამოცემას ბასემ ნიმმა და აღნიშნა, რომ პალესტინელები ერთადერთი მხარეა, რომელსაც უფლება აქვს პალესტინელების სახელით მიიღოს გადაწყვეტილება მათ შორის ღაზასა და ღაზას მცხოვრებლებზე, რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. ის საკითხი თუ რამდენი პალესტინელი წავა ნებაყოფლობით ღაზადან ლიბიაში საცხოვრებლად ღიად რჩება. ყოფილი ამერიკელი მოხელის თქმით, ერთ-ერთი იდეა, რომელსაც ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავენ, გულისხმობს პალესტინელებისთვის ფინანსური სტიმულის მიცემას, როგორებიცაა უფასო საცხოვრებელის და სტიპენდიაც კი. ბუნდოვანია დეტალები, როდის და როგორ შეიძლება განხორციელდეს პალესტინელების ლიბიაში გადასახლების ნებისმიერი გეგმა. საქმე ეხება 1 მილიონ ადამიანს, რომელთა გადასახლების მცდელობაც დიდი ალბათობით სერიოზული დაბრკოლებებია. ასეთი ძალისხმევა, როგორც ჩანს, ძალიან ძვირადღირებული იქნება და გაუგებარია, როგორ დააფინანსებს მას ტრამპის ადმინისტრაცია. წარსულში ვაშინგტონი აცხადებდა, რომ არაბული ქვეყნები დაეხმარებოდნენ ღაზას აღდგენას ომის დასრულების შემდეგ, მაგრამ ისინი ტრამპის იდეას პალესტინელების მუდმივ გადასახლებაზე კრიტიკულად შეხვდნენ. ყოფილი ამერიკელი მოხელის თქმით, ლიბიაში პალესტინელების ჩასახლების ზუსტი ადგილი ჯერ განსაზღვრული არ არის. წყაროს ცნობით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავენ ღაზადან ლიბიაში ადამიანების ტრანსპორტირების საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებს.